love, need a little love. მაგ ტალღითხარ ეხა შემოსული ხო სტუდიაში? ეტყობა შუა ხნის პერიოდი ქვია ამას. გაჩნია რამდენი წელი აპირებ ცხოვრებას? სინამდვილეში რომანტიული სიყვარული არ არის კავშირი სხვა ადამიანთან. ანუ რომანტიული სიყვარული არის შენი სურვილი, რომ შენ სული აივსო. ჩვენ ვერ ვიჯერებთ, რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს ის რაღაცა, რაც გვინდა რომ გქონდეს. ყველა პრობლემა გვარდება სწორი კომუნიკაცია. და უბრალოდ თქმით, პირი და სიტყვებით. ურთიერთობა არის სამის შეხვედრა. ვინ არის მესამე? ჰარი სტაილს მეცი რა თქვა? იმისთვის რომ ურთიერთობა იყოს მყარი, გრძელვადიანი და ჰარმონიული, გჭირდება სამი ხიდი: გრძნობა, გულის სიყვარული და მესამე არის ღირებულებები ხედვა. ძალიან მიყვარს სიყვარული. ხო გაგვიგია, რომ ღმერთი არის სიყვარული. ისიც ხო გაგვიგია, რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად. ანუ თუ ღმერთი სიყვარულია და თავის ხატად შექმნა ადამიანი რა გამოდის? სიყვარული. მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს არაჩვეულებრივად დავიწყებ ამ ეპიზოდს, იმიტომ რომ მარტო მე არ ვილაპარაკებ თავიდან, ეგრევე მარიამი არის შემოერთებული ჩვენ ეპიზოდში, სადაც გინდა გაიხედე ყველგან ჩახარ. სალამი. მარიამ, იცი რატო ხარ აქ? მარიამ ფაშაშვილი, ჩემ მეგობარს ყველა იცნობთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ნახვა აქ იმ ეპიზოდს, სადაც შენ იყავი ჩემთან ერთად და ყველაზე მეტი მოთხოვნა რომ მარიამი დააბრუნოს სტუდიაში. მარიამი, მოვედი. აი ესეთი იყო. ამიტომ, როგორც გახსოვთ, მე და მარიამი საუბრობდით წინაჯერზე სურვილებზე და ოცნებებზე და ამ ყველაფრის ასრულებაზე და დღეს რაზეც უნდა ვისაუბროთ, არის სიყვარული. მარიამ. ახლა ვარდისფერები შენ, გულები მე ყვავილები არ გვაქვს, ჩვენ ვართ ყვავილები დღევანდელი ეპიზოდის. და გულები. მაინც რა თქმა უნდა დავიწყებ პატარა მონოლოგივით, რადგან სტრუქტურას მივყვებით ხოლმე ეგეც. და მე ავაშენოთ ჩვენ საუბარი. რითიც დავიწყებ, არის შენც მოგიყვები არიცი ეს ისტორია, მოკლედ მე წავიკითხე ერთი წიგნი, ახლა გაჩვენებ. ესე ქვია ჩვენ, ეს ინგლისურად არის, ახლა ჯერ არ არის ნათარგმნი, რობერტ ჯონსონი არის მწერალი და მოკლედ ფსიქოლოგია რომანტიული სიყვარულის, ესე ქვია. ეს წიგნი ჩემო მარია მაჩუკა, ჩემო მეგობარმა, როდესაც რაღაც მომენტში მეუბნებოდი, რომ ცოტა მე მგონი, 40-ის ხვდები ორ თვეში და რაღაცნაირად ცოტა ის მაგთქო რა, რაღაც პერიოდი, რომ კითხვები გამიჩნდა ბევრი, ეტყობა შუა ხნის პერიოდი ქვია ამას? თუ ჯერ არ გაჩნია რამდენი წელი აპირებ ცხოვრებას? კაი კითხვა. 80, კაი, არა. შუა ხანის ადგიწევს ხო ხვდები, როგორი ხედვა გაქვს? კიდე მაშინ 10 წელი მაქვს, 100-მდე მინდა რომ ვიცი. ხო, მაშინ ჯერ. ხო, და შევაბიჯა მოკლედ ცოდნაო და რაღაც ძალიან განცემი ხოლმე სხვადასხვა მიმართულებით, რა, სხვადასხვა თემაზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, სიყვარულის თემაზე, იმიტომ რომ სიყვარული მგონია, რომ არის ისეთი რაღაც, რომელზეც მუდმივად შენდება ძალიან ბევრი კონტენტი. ფილმები, წიგნები, კონცერტები, ახლა ვიყავი ჰარი სტაილსის კონცერტიდან ჩამოვედი მარიამ და მთელი კონცერტი არის ერთი დიდი სიყვარული. სიმღერებიც კი მარტო, აი რაღაცა little love, need a little love, რაღაცა ის ცოტა თვიში სულ ეს სიყვარული მაქვს მოკლედ. და მაგ ტალღითხარ ეხა შემოსული ხო სტუდიაში? ოღონდ პირველად რომ შენ გთხოვე აქ მოსვლა, მინდა და გვესაუბრა მხოლოდ რომანტიულ სიყვარულზე, რომ აი კონკრეტულად მამაკაცის და ქალის სიყვარულზე. ეხლა სიმართლე გითხრა უკვე ცოტა გავშალოთ მინდა გაშლა, მაგრამ რითიც დავიწყებ, მაინც მოგიყვები შენ ამ წიგნზე. ეს წიგნი მოკლედ ერთ-ერთ ფრენის დროს მე მაჩქვა ჩემო მეგობარმა და ვერ მოვასწარი წაკითხვა, იმიტომ ისეთი წიგნი, რომელსაც უნდა ყურადღება მიაქციო, რა ისე უბრალოდ წაიკითხე, გადაშალე და მე როგორ ვკითხავ ხო ეს წიგნებს ყველა ოთახში თითო წიგნი მაქვს და იმის მიხედვით რომ ოთახში ჩამოვჯდები, იმის მიხედვით ვკითხავ წიგნებს. ხო და ანუ შესაბამისად ეს წიგნი ამ ფორმატში არ ჩაჯდა, იმიტომ რომ ძალიან საყურადღებო წიგნია და ეგეთი დრო რო ჩავჯდე და მთელი წიგნი წავკითხო თავიდან ბოლომდე, მომიხვდა, როდესაც მოვფრინავდი საიდანღაც და 4 საათი იყო ფრენა, 4 საათში ეს წიგნი წავკითხე. რო ვჯდებოდი თბილისის აეროპორტში, ტიროდი. გებიცები გამომხედა ჩემთან ბაჩიჯდა და ესე გამომხედა რომ ხო კარგად ხარ იმას ეძინა და თან გავათენე ღამის რეისი იყო ვერ მოვწყდი. აი რაღაცა თუ რამე კითხვა მქონდა სიყვარულის მიმართ, რადგან დიდი ხანია ვარ უკვე ურთიერთობაში, ამ წიგნმა ძალიან მაგრა დამილაგა. გულით მინდოდა ეს წიგნი რომ გვეთარგმნოთ ჩვენი გამომცემლობით. ეგრევე მივწერეთ, ეგრევე გითხრეს რომ თავისუფალია როგორ არა თარგმნეთ, მაგრამ მე ხო გამზიარებელი ადამიანი ვარ, გამოვდეს თორები რომ ყველამ ეს წიგნი წაიკითხეთ. ეს აუცილებლად მართლა ვთვლი რომ ყველამ უნდა წაიკითხოს ეს წიგნი, იმდენად მნიშვნელოვანია
წყურის გარეშეც, როცა შედიხარ რომანტიკულ ურთიერთობაში. ხო და მოკლედ გამოვიდა ეს თორები ყველას გავაზიარე და მე მოგწერეს რომ ვიღაც სხვა გამომცემლობასაც დაინტერესდა ციგნმა. შეიძლება თავხედურად ვიბრალებ მე, მაგრამ იმდენად არაცნობილი ციგნი არის, იმდენად იშვიათი ციგნი არის და ძალიან ცოტა ენაზეა ნათარგმნი, რომ მგონია რომ მაინც რაღაც კავშირი იყო ჩემს სტორისთან. თუმცა თუ ჩვენი გადასათარგმნია გადავთარგმნით, თუ არა და მაინც გამიხარდება რომ იყოს ეს ციგნი გადათარგმნილი ქართულ ენაზე, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი ციგნი. აქვს კიდე ორი. ამ ციგნს ქვია ჩვენ, კიდე არის ჰი და ში, ოღონდ ქართულად ის არის და არ ვიცი ეგეთ ჩელენჯია თარგმნის კუთხით. და რეალურად ეს კაცი ვინც არის მწერალი, არის ყველაზე დიდი იუნგის მიმდევარი კი არა, შემსწავლელი. და ანუ მთელი ეს ციგნები, რასაც ის აკეთებს სინამდვილეში არის, რომ იღებს ცნობილ მითებს, ცნობილ ისტორიებს და ამ ისტორიებს განიხილავს იუნგის ფსიქოლოგიის პერსპექტივით. თუმცა ძალიან მარტივ ენაზე რომ გაიგო, თუმცა ამიტომ ეს ციგნი არის განხილული ტრისტანი და იზოლდა, იცი შენ? ამ ტრისტანის და იზოლდას ისტორიის გარშემო იუნგის მიხედვით. მოგამზადე. უმაგრესია, ოღონდ აი გეფიცებ, ეგეთი სიამოვნება არ მიმიღია არც ერთი ციგნის წაკითხვისგან, რაც მივიღე ამ ციგნის. გადავხაზე, გადმოვხაზე, აი მოვნიშნე ყველაფერი. მე ყველა ციგს მას ვკითხულობ, ეს კონსპექტია ჩათვალე. მეც, მაგრამ ეს ციგნი მაქვს, აი იმიტომ რომ იქ ხო თვითონშია ვერ მომასწარე და მე კიდე 300-ჯერ გადავხაზე. თავრაზეს მოგიყვები და მე გავყვეთ. მოკლედ აზრი არის ის, რომ თუ გახსოვთ მაგრამ ტრისტანის და იზოლდას ისტორიას დიდხანს არ მოგიყვებით, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ტრისტანი იყო მოკლედ ერთ-ერთი ღმერთის შვილი, რომელიც ოღონდ არ იცოდა რომ იყო, იმიტომ რომ იქ მოკლედ არ რაღაც მოხდა და ამის გამო არ იცოდა. წავიდა მე აღმოჩნდა იპოვა ბიძამისმა და ძლივს დაუბრუნდა ოჯახს და ეს ბიძამისის მარჯვენა ხელი იყო, ყველაფერს ეხმარდა. ეს ბიძას უნდა მოიყვანა ცოლი, იმიტომ რომ უჯანყდებოდა ეს მთელი მოსახლეობა, თუ არ ეყოლებოდა მე შვილი და იმ ბიძამ თქვა რომ ერთ-ერთი ვისაც ცოლად მოიყვანა არის ეს ქალბატონია, ვისაც ეს ქერათმა შენსავით ქერათმა მოფრინდა მაგათთან მოკლედ და ამის პატრონი მინდა რომ მოიყვანო. ეს თმა იყო იზოლდასი და მოკლედ ტრისტანმა არ არსებობს მოგიყვანა და წავიდა მოგზაურობაში რომ ჩამოიყვანა ეს იზოლდა. მანამდე იყო ის რომ იზოლდას მოდი არ მოყვები რა ეს დეტალები ვისაც არ გაქვს წაკითხული წაიკითხეთ მოკლედ არ არის მნიშვნელოვანი ჩვენ საუბრისთვის. მაგრამ თემა მოხდა ის რომ ეს იზოლდა წამოიყვანა, ყველაფერი კარგად იყო, იზოლდას დედამისმა გამოატანა Love Potion, სიყვარულის ელიქსირი, რომელიც იზოლდას და ბიძას, მეფეს უნდა ერთდროულად დაელიათ და სიგიჟემდე შეუყვარდებოდათ ერთმანეთი და ეს მოქმედება იყო 3 წელი. და ამ 3 წლის განმავლობაში ალბათ მე უკვე მართლა მიეჩვევოდნენ ერთად ცხოვრებას და ყველაფერი კარგად ექნებოდათ. მაგრამ გემზე შემთხვევით დალიეს ტრისტანმა და იზოლდა, იმიტომ რომ შეეშალა დამხმარე გოგონას თუ სპეციალურად და დალიეს ეს სიყვარულის ელიქსირი შეუყვარდათ სიგიჟემდე ერთმანეთს და ამ ტრისტანმა რომელმაც მთელი ცხოვრება გადაადო რომ ემსახურეს ბიძამის საკუთარ ბიძას უღალატა, იმიტომ რომ მაგისი ცოლი შეუყვარდა, ჭკუა გადაეკეტა. მე მოხდა ის რომ ბარემ რო თქვათ რომ ჩამოვიდა ჯერ მალავდნენ ამ სიყვარულის ისტორიას, ბევრჯერ გადაარჩნენ, იმიტომ რომ ქონდათ ეს რაღაც პაემნები, საიდუმლოები. რაღაც მომენტში რომ იპოვეს, გაიქცნენ, მე ტყეში ცხოვრობდნენ 3 წელი, სანამ მოქმედებდა ეს. ძალიან დიდი ის არის ისტორია, მოქმედებდა 3 წელი. გაძვალტყავებულები არც საჭმელთან, მაგრამ ამ სიყვარულით იკვებებოდნენ, მაგრამ რეალურად უბედურად ცხოვრობდნენ, ასე თუ ისე, იმიტომ რომ მიწაზე ეძინათ, არ ჭამდნენ, არ სვამდნენ. მერე რომ მიხვდა, გავვიდა ეს დრო ამ მოქმედების და მიხვდა ტრისტანი რომ რა დღეში არის იზოლდა, დაუბრუნა ბიძამის, ბიძამ დაიბრუნა და ტრისტანი წავიდა. იზოლდამ გაატანა რაღაც თავის ბეჭედი, რომ სულ გახსოვდა და მოკლედ ეს რაღაც კავშირი სულ ქონდა დამყარებული. და ბოლოს დამთავრდა ის, რომ ეს ტრისტანი მომობდა სადღაც სხვა სამეფოში იქ იპოვა, მოკლედ იპოვეს სხვა მეფემ, რომელიც გადაერია ისე შეუყვარდა ეს ტრისტანი ერთგულებისთვის და უთხრა რა იგერ ჩემი და იზოლდა ერქვა იმასაც. სასწაულისა მოიყვანა ცოტა იმას დავარქვათ რომანტიკული იზოლდა, ეს იყოს მიწიერი იზოლდა რა, ესე რომ მიხვდეთ ვინ მიწიერი ხო? ხო და ეს იზოლდა მოიყვანა ცოლად, მაგრამ რეალურად ცოლად არ მოიყვანა, არაფერი ურთიერთობა არ ქონდათ, იმიტომ რომ ბეჭდის გამო სულ ახსოვდა ეს თავისი იზოლდა და მოკლედ ვერ შეირგო ნამდვილი ცხოვრება იზოლდასთან ერთად, ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი ურთიერთობები და გრძნობები, იმიტომ რომ სულ ეფიქრებოდა რაღაც ამ თავის იმებზე და შესაბამისად ბოლოს თავდება იმით, რომ ისიც არ იყო ბედნიერის წესი, ეს არ იყო და ორივე ეს გამოიქცა ამას, ის გამოიქცა იმას და გემზე ორივე ერთად კვდებიან საბოლოო ჯამში. ეს არის მოკლედ ისტორია.
თავი აზრი ამ წიგნის, რასაც იძახის ჯონსონი და იუნგი პრინციპში არის ის, რომ და ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ ახლა ყველა ადამიანები ასე თუ ისე შეგვიძლია გავყოთ, რომ აღმოსავლური აღზრდა და აზროვნება, დასავლური აღზრდა და აზროვნება. არსებობს ორი ტიპის სიყვარული, რომანტიული სიყვარული და მიწიერი სიყვარული. რომანტიული სიყვარული არის ის გრძნობებები, რასაც გაძლევს ეს პირველი 3 წელი რა, იდეაში. ისიც ბეგვეტერის წიგნიც ხო არის სიყვარული ძლებს 3 წელი. ხო, ზუსტად ეგ ფრაზა მახსენდა და ეხლა რო გისვენ, ხო. მოკლედ ეს 3 წელი მართლა რო გაიხსენო, შეიძლება ადამიანებზე უცბად შეყვარებული ჭკუა გადაკეტი რაღაც ყველაფერი კონდეს. სინამდვილეში რომანტიული სიყვარული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა გითხრა, არ არის კავშირი სხვა ადამიანთან. ანუ რომანტიული სიყვარული არის შენი სურვილი, რომ შენი სული აივსო. და ის და მიწიერი სიყვარული არის მიწაზე მოსიარული, რეალური სიყვარული სინამდვილეში რა. ანუ სულიერი სიყვარული არის ისეთი სიყვარული, რომელიც კი არა რომანტიული, რომელიც შენ მეორე ადამიანი არ უნდა მოქმედებდეს. ანუ რეალურად, რასაც ეს იძახის, არის რომ როდესაც შენი კარგად ყოფნა, შენი ბედნიერება, შენი ყველაფერი კარგი დაკავშირებულია მხოლოდ სხვა ადამიანთან, თუ შენ მარტო იმით ხარ ბედნიერი, როცა სხვა ადამიანს უყვარ ხარ და ესეთია, თან როგორ არის, ხო, დასაწყისში ხო ყველაზე რაღაც შეიძლება კონდეს რაღაც აი წარმოდგენები, რასაც სინამდვილესთან ახლოს არ არის, ხო, რაღაც შენი ფანტაზიები. მაგაშია საქმე, რომ ეს რომანტიული სიყვარული, რომელსაც ადამიანები სხვა ადამიანებს შეეძებენ, უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში. ეს არის ჩვენი დასავლური ადამიანების პრობლემა. აღმოსავლეთში ეგ პრობლემა არ აქვთ. იმიტომ რომ იქ, როდესაც ქორწინდებიან, თავიდანვე იმათ რომანტიული სიყვარულის ქორწინების აზრი არც აქვთ კულტურაში. ეხლა რა თქმა უნდა, აქ უკვე აღმოსავლეთშიც მოქმედებს Netflix-ი და სხვა რაღაცები, მაგრამ ისტორიულად აღმოსავლეთში რატო არის მაგალითად ინდოეთში ზანიშვეთია? არიან დანიშნულები, საერთოდ არ იცნობენ თან. ხო, ზანიშვეთია რომ განქორწინება იყოს, ხო, თქვა. იმიტომ რომ თავიდანვე მეგობრობიდან ეწყებათ ეს ურთიერთობა და რეალურად რატო არის ბავშვები ბევრად უფრო ბედნიერად იზრდებიან ინდოეთში? ეს წიგნში იძახის, მე არ დამიტესტავს. კი ბყავს ინდოელი მეგობრები, მაგრამ არ ვიცი. იმიტომ რომ მათ ოჯახებში არასდროს არ არის ქარიშხალი ემოციების. იქ არასდროს არ არის რომ აბა რაღაცა ეს ნების სიგიჟე, იმიტომ რომ ძალიან შვიდი გარემო აქვთ. და ეს რასაც იძახის იუნგი არის რომ სინამდვილეში ეს სიმშვიდე, ეს მეგობრობა და აი ეს მიმღებლობა ერთმანეთის და შეყვარება ადამიანის როგორიც ის არის და არა ის როგორიც მე მინდა რომ ამავსოს. არის ეს მიწიერი სიყვარული, რაც არის ნამდვილი სიყვარული და რაც ეხმარება ურთიერთობას. დამიჩელენჯებერე თუ გინდა, მაგრამ ხო, არა, გავშალოთ, მაგრამ ძალიან საინტერესოა. და ანუ ეს იდახის რომ რეალურად მაგიტო არის რომ ეს მეორე ნაწილი რაც სულს უნდა, ეს რომანტიული სიყვარული, იგივე სულიერება, იგივე რაღაც ეს ემოციები სინამდვილეში ადამიანმა უნდა ეძებოს თავის ღმერთში, რელიგიაში, რატო არის ხო რაღაც მედიტაციები, იოგა, ისე ვიცახი რა, აღმოსავლეთში ხო, სწრაფვა, სულიერი ხო. ეს უფრო ახტაცებასთან ახლოს არის, ხო, იმიტომ რომ სინამდვილეში ახტაცება, ხო, ძალიან დროებით იმ რაღაცა არის, უცბად ეს ემოციას გაძლევს რაღაც გემართება. შეიძლება ადამიანი არიან ხშირად, რომელიც ერთად არიან ქორწინებაში, მაგრამ დრო რო გადის, იცვლება სიყვარული. და რასაც იძახის ჯონსონი, რაც ძალიან მომწონს, არის ის, რომ კი არ თავდება ახტაცება შეიძლება, მაგრამ აი მან იწყება ნამდვილი სიყვარული. მაგ მომენტში, როცა შენ სინამდვილეში მეგობრობ შენ მეორე ნახევართან, როდესაც მაგასთან ხარ მშვიდად, როდესაც არ გჭირდება რომ ის გაძლევდეს ემოციას, შენის თვითკმარი ხარ, შენ თვითონ აძლევ შენ თავს ემოციებს და ამ ადამიანის იღებ როგორიც არის ისეთი და ხართ აი ამ სიმშვიდეში. მე ძალიან მიყვარს სიმშვიდე, მე ძალიან არამშვიდი ადამიანი ვარ და ჩემთვის ეს სიმშვიდე არის უდიდესი ბედნიერება. და ბოლო რასაც ვიტყვი და ჩემ ფსევდომონოლოგს დავასრულებ, არის ის, რომ ამ წიგნში იყო ძალიან მომეწონა. დაფიქრდითო, რა სიხშირით ეკცევით თქვენ მეორე ნახევრებს უარესად ვიდრე თქვენ მეგობრებსო. წარმოიდგინე, მეგობრობა, ეხლა შენ ხო გაქვს სრული ჩემი მიმღებლობა, აი ეხლა რომ რაღაც გავაკეთო ისეთი, რაც შეიძლება არ გესიამას, არ გამიჭედაო, რომ რატო გააკეთე ეს, იმიტომ რომ მეგობარი ვარ
შენ მეუღლეს შეიძლება აიღო და ნუ ხრინავ ისე ხარ. ანუ მე რო ხრინავ და შეიძლება ისე არ გამიბრას და ვიდრე შენი მეუღლე რო ხრინავს. და რაღაც მომენტში ეგ იყო, ძალიან გამეცინა ამ ნაწილზე წიგნში, რომ დაფიქრდითო, სინამდვილეში თქვენ თუ შეძლებთ ეს მიწიერი სიყვარული ყველაზე მაგრა არის დაფუძნებული მეგობრობაზე. ყველაზე ძალიან აი ყველაზე შენ საუკეთესო მეგობარს, რასაც უსურვებდიო, ის თუ შეგიძლია უსურვო შენ მეორე ნახევარს, ეგ არისო რა სიყვარული. და ამ კონცერტზე რო გითხარი, ჰარი სტაილსის კონცერტზე, ხო, კიდე ვიყავი ოლივია დინის კონცერტზე რა, ხო მოგიყევი ეს ჩემი ის რა ქვია. თავგადასავალი ხო. ძალიან მიყვარს ეგ გოგო და არ ვიცი, აი მართლა შეიძლება ამ თემაზე რო ფიქრობდი თუ არ ვიცი, ამ მომენტში რო ელაპარაკებოდა მაყურებელს, თქვა ეგეთი რაღაც, რომ მე ბევრს ვფიქრობდი რა არის სიყვარული, მაგის ტურს ქვია The Art of Loving, სიყვარულის ხელოვნება და მე ვთვლიო, რომ თავარი სიყვარული ისიც, როცა შენ გინდა რომ მეორე ადამიანმა მოიგოსო. ანუ უცებ აი ახლაც გითხარი გამაჟრიალა. ანუ ის შეგრძნება რომ მე შენ მიყვარხარ, მიყვარს ჩემი მეუღლე, მაგალითად ჩემი შვილი, ჩემი მეგობარი და მინდა რომ მოიგო. ხო იცი რომ მართლა ძალიან მიყვარხარ და მართლა მინდა რომ სულ მოიგო. და ანუ ეს შეგრძნება, როცა სხვა ადამიანი გიყვარს, რომ გინდა რომ მოიგო, რომ გინდა რომ ის იყოს საუკეთესო ვერსია საკუთარი თავის. რომ გინდა რომ შეიძლება შენგან განსხვავებული იყოს, მაგრამ მიიღო ის, რომ ეგეთია, არ ეჭიდაო, არ ებრძოლო. რაც არ უნდა გიმდა კრიზისი ყველა ურთიერთობას აქვს. და მეც მოვყვები იმაზე, რომ ეხლა ადამიანთან ერთად 20 წელი რო ხარ, 30-40 წელი პერიოდულად შიგდა შეგარი. მაგრამ ყოველ დღე არის გადაწყვეტილებას იღებ, რომ ამ ადამიანთან იყო და ამ ადამიანთან გადალახო კრიზისები და გინდოდეს რომ იმან მოიგოს. მორჩა მონოლოგი. სადღე გზელს რომ უსურვებ ხო იმ ადამიანს. ხო, მარტო კარგს კი არა, რომ გინდა რომ მოიგოს და საუკეთესო იყოს რა და თავარი იყოს ისეთი როგორც ის არის და არ გინდოდეს რომ შეცვალო სულ. იმიტომ რომ სინამდვილეში ხო აი რო გავიხსენოთ რა ყველა ვინც გვიყურებს ურთიერთობა რა ჩვენ მეორე ნახევრებთან ვისაც ყავს ამ ვისაც როგორი ყავდა გაიხსენეთ მომენტი თუ იყო რომ არასდროს არ გინდათ მისი შეცვლა ვერ დავიჯერებ რომ ეგეთი მომენტი არსებობს იმიტომ რომ რაღაც მომენტში თან განსაკუთრებით საქართველოში ადრე ხდება დაქორწინება სხვა ქვეყნებთან შედარებით რა შედარებით იცვლება ცოტა მაგრამ შედარებით რა მე არ ვიცი ხა მეორე ქორწინება მესამე მე უფრო რაღაც დიდ ასაკში და შეიძლება უფრო ცნობიერ ასაკში ხდებოდეს რა მაგრამ დასაწყისში როცა არ გაქვს ეს გამოცდილება რომ ადამიანების მიმღებლობა თურმე არის თემა არ შეცვალო ადამიანი მიიღო როგორიც არის ხო რაღაცა ეგ არ გაქვს ეგ ცოდნა და ძალიან კარგია სადღეგრძელო დავასრულე ეხლა მივესალმოთ მარიამს ჩემ უსაყვარლეს ადამიანს გაგაცნო თემა გაახურე ფაქტობრივად ხო გავახურე თემა აღარ ჩამოვთვლი რეგალიებს, იმიტომ რომ მილიონი იყო ეს რეგალია მარიამის. მაგრამ მინდა თქვა ჩემი მოხლის მეგობრე, მენტორი, კოუჩი, პრაქტიკოსი 1000 მაგარი რაღაცის. და ადამიანი ვისთანაც მე მინდა რომ ვილაპარაკო სიყვარულზე, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთვის სიყვარულის განსახიერება და ასეთ მაგრამ აი რაც მოგიყევი, შენთან რამე მომენტში თუ რეზონირდებოდა, იმიტომ რომ დავფიქრდი რა, ფორმა იყო ძალიან საინტერესო იმის რომ საკუთარი თავის სიყვარულის მნიშვნელობა ურთიერთობაშიც კი რამდენად ძლიერია. ხო, რასაც გისმენდი, ახლა იქ ერთადერთი რაც დამაკლდა და კითხვა გამიჩნდა იმ 3 წელზე დამაკლდა, იმიტომ რომ იქ რომანტიკულ სიყვარულში კარგად იყო გაშლილი რომ 3 წელი მოქმედებდა, ხო? და მე როდესაც შენ თავს აძლევ იმ სიყვარულს, იქ თუ იყო რამე მსგავსი ნახსენები, აი გეფიქრე. ანუ აქ რა იყო, იცი რომ რეალურად ეს 3 წელი იყო ძალიან ესეთ თეორიულად ნათქვამი, რომ ანუ ეს არის ის პერიოდი, როდესაც შენ რაც გინდა იმის პროექციას აკეთებს სხვა ადამიანს. ანუ აღტაცება იმდან დიდია, რომ რეალური ეს ადამიანი არ არის, ვინც შენ გიყვარს. შენ გიყვარს ის როგორ გაგზნობინებს ის თავს შენ ფანტაზიაში ხარ შენ პირველი 3 წელი გიყვარს ფანტაზია ადამიანის და ეს იმდენად აცდენილია რეალობას ეს ფანტაზია და ნელ-ნელა როცა ეს 3 წელი თეორიული 3 წელი შეიძლება ზოგისთვის 2 იყოს ზოგისთვის 5 მაგრამ დავარქვათ 3 წელი მაგრამ ესეთ 3 წელი მართლა თემაა და მე ანუ რაღაც მომენტში ეს ილუზია გადის და ნელ-ნელა რჩები საერთოდ სხვა ადამიანთან იმიტომ რომ შენი ეიფორია გადის აი in love ყოფნა გადის და მანდ არის როცა ძირითადად თითქმის მაგ დროს ხდება ჩაჩეხო ურთიერთობების იმიტომ რომ მაგ მომენტში ხდება ის რომ გონია რომ დამთავრდა სიყვარული და აი რა გავქნა და აი მანდ შიფტი და გააზრება რომ კი არა დამთავრდა შეიძლება ახტაცა მაგრამ დაიწყო სიყვარული და ეხლა რომ შეგიძლია რომ შენ დანარჩენი რამდენი წელიც ხართ ერთად გახსნა შენი იმიტომ რომ სულ გამეორდება 3 წელი
აი რასაც ამ წიგნში იძახის ესეთ რომ სულ გამეორდება რამდენ ახალ ურთიერთობაში შეხვალ 3 წელიწადში ერთხელ სულ გამეორდება სანამ არ დაარღვევ ხო სანამ შენ თვითონ არ ისწავლი შენი თავის ამოვსებას და ეგ არის ყველაზე მაგარი იმიტომ რომ დაფიქრდე მართლა შენ გინდა რომ შენ მართლა გინდა რომ აი ეს ემოცია და სულიერება შენთვის მნიშვნელოვანია და შენ თუ ისწავლე როგორ შეუსო შენ თავს ხო ძალიან მაგარი კი ზუსტად ეგ არის ან ძალიან კარგად გაშალე პირველ რიგში მე რაზეც მეშინოდა იმიტომ რომ იმდენად რთულად გადმოსაცემი არის ეს წიგნი ხო კომპლექსური თემაა და თან რა არის იცი როცა სიყვარულზე ლაპარაკობ იქ ყოველს თავისი აღქმა აქვს რა თქმა უნდა იმედი ვიქონიოთ რომ შევძლებთ მაქსიმალურად სწორი სიტყვების შერჩევას იმისთვის რომ ის შინაარსი ჩავასხათ რაც გვინდა რომ გადმოვცეთ და ნუ ძალიან აღქმა ნუ სხვადასხვა არის მაგრამ მე რაც ახლა ძალიან მენიშნა რაც აღწერე ხო ეს აღტაცება აღწერე ეს თქვათ 3 წელი ის რომ თქვათ მეორე ადამიანში ეს ილუზია გვიყვარდება მართლა ეგ დაკვირვება მაქვს და მართლა მასე არის რასაც შევხედე რომ რეალურად აი როდესაც ადამიანი არის ნაკლური წარმოიდგინე რომ უნდა იყოს ადამიანი მთლიანი ბურთი რაღაცა სავსე ბურთი და ამ ბურთს აქვს რაღაცა ღრმულები ხო ერთი ღრმული ორი ღრმული და რაღაც ნაკლოვანებები აქვს შეგნით ნაკლოვანებები რაღაც აკლია თითქოს ოღონდ კი არა აკლია თვითონ ჯერ არ ვაკლია თორე სინამდვილეში არასდროს არაფერი არ გვაკლია ჩვენ არ ვერ ვიჯერებთ რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს ის რაღაცა რაც გვინდა რომ გქონდეს სადღაც ესე ჩავიმახსოვრეთ სულმა უბრალოდ მაგითი მოვედით და ეს რაც გონია რომ გვაკლია და მეორე ადამიანს რო ხვდებით ეხლა ნახე მაგალითად მე რაღაცა გაბედულება მაკლია პირობითად რა სიმამაცე ქმედითობა ან პირიქით სხვა ვიღაცას აკლია უფრო სექსუალურად თავის გამოვლინება ან რაღაცა სხვა არ აქვს მნიშვნელობა რა შეიძლება ეს 1000 გემოა ხო ეს გამოვლინებების რაც მე შიგნიდან ფაქტიურად ჩემს თავს არ ვაძლევ ჩემს თავს რის უფლებასაც არ ვაძლევ ამას თუ ხედავ სხვა ადამიანში მიჩნდება ორი ვერსია მაქვს ან აღტაცება მქონდეს ამ ადამიანთან ან თეთრი შური დავარქვათ თუ შავი შური ან გაღიზიანება იმიტომ რომ მე თუ ჩემ თავს რაღაცის უფლებას არ ვაძლევ და სხვაში ამას დავინახავ შეიძლება რაღაცა ეს როგორ შეიძლება განსჯაც კი ჩამერთოს რა მაგრამ შეიძლება გაჩნია ეს ადამიანი ვინ არის შეიძლება თუ მით უმეტეს ეს და ძალიან ხშირად საწინააღმდეგო სქესია და მის მიმართ რაღაც ქიმიაც ემთხოვა და ეს ყველაფერი უკვე ერთმანეთს ვილაპარაკოთ ერთმანეთს ემთხოვა ამ შემთხვევაში უკვე ძალიან ძლიერი ლტოლვა და მიზიდულობა მიჩნდება რის მიმართ მიზიდულობა მიჩნდება იმის მიმართ რაც მე მგონია რომ არ მაქვს სინამდვილეში მაქვს მაგრამ ჩემს თავში ამას ვერ ვხედავ ნამდვილად კი და ნუ ჩემი დაკვირვებით ხო არა საბუთი არ მაქვს გამოწერილი შენ რასაც იძახი ყველა საბუთით არის დამიჯა ანუ გამოდის როგორ რაღაცა იცი რომ სხვაში ვეძებ იმას რაც მაკლია ჩემში და სხვაში როგორც კი ამას ვხედავ და თუ ამ ადამიანთან ურთიერთობაში შევდივარ და თითქოს საკუთრების შეგრძნება მიჩნდება რომ რაღაც მიკუთვნებულობა მაქვს რომ ის ჩემია მე მისი ვარ რაღაც თითქოს ვიკომპენსირებ ამას რომ ეს ჩემია ხტები ანუ შეიძლება მე არ ვარ ესეთი ტიპი მაგრამ ესეთი პარტნიორი რომ მყავს თითქოს მე ჩემება ხტები ეს თემა და ეს გულს ესე ედება და სიამოვნებს რომ ეს არის და ამ შემთხვევაში ამ ადამიანთან მიჩნდება მიჯაჭულობა და ეს თელი ნებათაღელვა და მე ტრაუმა რომ ამის გაშვება უკვე აღარ შემიძლია ამის დაკარგვა აღარ შემიძლია იმიტომ რომ ეს რო დავკარგო მაშინ მე ვინ ვარ იმიტომ რომ სანამ ეს მყავს შეიძლება ახლა სხვაგან წავედი კიდე მაგრამ რეალურად შინაგანი ნაკლოვანებები, მოკლედ, რაც არის ილუზიური, კიდე ხას გავუსვა, იმიტომ რომ არავის არაფერი არ გვაკლია, ჩვენ გვჯერა რომ გვაკლია, მაგრამ ილუზიური ნაკლოვანება, როდესაც გვაქვს შიგნით, მაგალითად, მაკლია სიყვარული, ჩემს თავს ვერ ვიჯერებ, რომ შეიძლება მივცეს სიყვარული, ან ვიყო საყვარელი, ხო? და ამ შემთხვევაში ვიღაცა, როდესაც შემიყვარებს, ეს ადამიანი, აი რაღაც ხო ხტები, გონია რომ ცა გაიხსნა, იმიტომ რომ მე რასაც არ ვაძლევ ჩემს თავს და რასაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს მეკუთვნის, ამას რომ სხვა მაძლევს, ეს ითვლება როგორც რაღაცა საჩუქარი ზეციდან და როგორ შეიძლება ეს დავკარგო, იმიტომ რომ ეს თუ დავკარგე, აბა მე ხო ნაკლული დავრჩები ისევ და ეს საკუთარი ნაკლოვანების ტკივილის ატანა შეგვიძლია. აი, მაგას ეძახიან, ეს რო ეძახიან თანადამოკიდებულებთ, codependence, მაგას ეძახიან. ეს მიჯაჭულობას ვეძახი, მე ძალიან მარტივად, ხო? როდესაც მე ჩემი ნაკლულობის შევსება მინდა შენით, და ეს შეიძლება იყოს მეგობრობა, შეიძლება იყოს პარტნიორობა, ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა. მე სანამ ამ
ამას ჩემს თავში არ ამოვივსებ, მანამდე გამოდის, რომ შენზე მიჩნდება როგორ იცი, ნინი უნდა იყოს ჩემი მეგობარი, თორემ მე აბა ისე ვინ ვიქნები და მე უკვე ნახე, მე თავისუფალი აღარ ვარ ამ ურთიერთობაში. ვეღარს თავს გამოვავლენ თავისუფლად, დაკარგვის შიში მაქვს, დაკარგვის შიშით უკვე შეიძლება რაღაცა პროექციებს ვაკეთებ, რომ არ გაწყენინო, როგორ არ გაწყენინო, მაგალითად რაღაც სიტუაცია წარმოვიდგენ, რომ ამ სიტუაციაში ნინი შეიძლება ესეწყინოს, ამ დროს შეიძლება შენ საერთოდ არ გეწყინოს. მე ჩემი თავი მოვარგო ამ სიტუაციას და აღარ ვიმოქმედო ისე როგორც ვიმოქმედებდი როგორც თავისუფალი მარიამი, ხო ხტები? და თავს ვიკავებ უკვე და შესაბამისად ურთიერთობაში მე თუ ჩემს თავს მთლიანობაში არ ვავლენ, იმიტომ რომ შენ არ გაწყენინო, რომელიც არის დაშვება ასევე ილუზიური, რომელიც შეიძლება შენთან საერთოდ ახლოს არ იყოს, გამოდის რომ მე რაღაცებს ვაკეთებ, ანუ მაგაზე მახსენდება ერთი ამბავია მოკლედ, თოლქმარია და ბლინებს აწყობს ეს ცოლი რა, თუ ხაჭოს კვერებს, თუ რაღაცა ესეთი რა, ნუ ავიღოთ ბლინი. და ამ ბლინებს თელი ცხოვრება ცოლქმარს უყვართ ეს ბლინები, აწყობს, მიირთმევენ და ნუ სადღაც უკვე ღრმა ასაკში კიდევ ერთხელ გამოაცხობს და ეს ბლინი ყოველთვის ზოგი გამოდის თეთრი, ზოგი უფრო მიბრაწული თუ გაგიკეთებიან, ყველაფერი როგორ ჭადეთ რა ვიცი ყველაფერი. ანუ მე მგონი მე ვარ ეგ ცოლი და კვარი და ყოველდღე მე ვაკეთებ ბლინს. და აი სადღაც ასაკში მოკლედ ერთხელაც ეს ცოლი იტყვის რომ მეო იცი რაღაცა მინდაო ეს დაბრაწული ბლინი მინდაო რა და არა და მთელი ცხოვრება ჭამს თეთრ ბლინს და ეს ქმარი ჭამს მთელი ცხოვრება დაბრაწულს. ერთმანეთს უთმობდნენ და ეგონათ რომ იმას უყვარდა დაბრაწული და იმას თეთრი და სინამდვილეში მთელი ცხოვრება ერთი ჭამდა იმას რომელიც არ უყვარდა და მეორეც ჭამდა იმას რომელიც არ უყვარდა. ანუ ცოლს უყვარდა თქვა დაბრაწული და ქმარს თეთრი და ეგონათ რომ იმას დაუთვა იმას არ ეცემა. საყვარელი ნაწარმოები გამახსენდა ის რო არის ოჰენდრის არ არის რომ საჩუქრად ერთმანეთს რო უნდათ რომ აჩუქოს შობაზე საჩუქრები საათი ქონდა ქმარს და ცოლმა მოიჭრა თავისი გრძელი თმა და გაყიდა რომ ეჩუქებინა მისთვის საათის ჩამოსაკიდი და იმან კიდე საათი გაყიდა რომ ეჩუქებინა მისთვის სავარცხელი გრძელი თმებისთვის. ხო არის ეგ ქართულად მოსახსენ დამოვიწყდა საჩუქრები არ მახსოვს ქართულად გავიხსენე. ხო და ესეთი ამბავი ანუ გამოდის რომ როდესაც ეს რა თქმა უნდა სიყვარულთაც შეიძლება გაკეთდეს და არანაირი ნაკლოვანება ამის უკან არ იდგეს, მაგრამ ნაკლოვანება მომყავს მაგალითად იმისთვის რომ დავინახოთ როგორ გვეშინია მეორე როდესაც არის ეს მიჯაჭულობა და არა ურთიერთობაში ეს სიყვარული არ არის. ანუ ეს უნდა გავიგოთ პირველ რიგში რომ სადაც არის მიჯაჭულობა, სადაც არის დაკარგვის შიში. ეგ გამიხსენე, ანუ ის რომ ამდენი წელი ის აჭმევდა თავისთვის ანუ ეგ არ არის სიყვარული? ხო და მაგას ვავნახე. თვითონ ქმედებით ვერ გაიგებ ქმედების უკან თავისუფალი სიყვარული დგას თუ მიჯაჭულობა დგას. აი მოდი აი მაგაზე კარგად დავფიქრდეთ რა. მაგიტო არის რომ ვერასდროს ვერავის და ვერაფერს ვერ განსჭი გარეგანი სახით, იმიტომ რომ იმის უკან რა დგას ჩვენ არ ვიცით, ხო? ანუ თუ მაგალითად ბლინები, თუ მაგალითად მარტივი ბლინის შემთხვევაში ის ცოლი იმიტომ ჭამდა მთელი ცხოვრება იმ ბლინს თეთრ თუ დაბრაწულს, რომელიც არ უყვარდა, რომ ქრისტეს არ ეწყენინებინა, რომ თქვათ იმის უკან დგას რაღაცა დაკარგვის შიში და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში და ეს მიჯაჭულობა და შიშზე დაფუძნებული თუ იყო, ეს იყო ესე იგი ნაკლოვანებიდან ამოსული ქმედება. და თუ ეს იყო უბრალოდ რომ ვასიამოვნო, ნახე როდესაც მაგრამ მთელი ცხოვრება არ მჯერა რომ არის უბრალოდ ვასიამოვნო, იმიტომ რომ წარმოედგინე არასდროს შენ არის ხო, ერთხელ მაინც ხო შეჭამდა იმას რაც უყვარდა. ყოველ შემთხვევაში უფრო სწორად მოდი რა, კარგად რო ჩავყვეთ მაგ ამბავს და რეალური სახე მივცეთ. სიყვარულში, ნამდვილ ღია თავისუფალ სიყვარულში სიამოვნებასთან ერთად უნდა იყოს ვინ თუ ვინ. ანუ პროსტა ვასიამოვნო კი არა. ბალანსი. გაცემა მიღება, მე მჯერა მაგას. ნახე როგორი რაღაცა, ანუ ის ცოლქმარი რო დაждდებოდა, თქვათ, მე შეიძლება ორივეს გუყვარს დაბრაწული, ხო? თავისუფალ სიყვარულში მე რას ვხედავ? ამ შემთხვევაში თუ ორივეს დაბრაწული გუყვარს, შევწავდი ამ დაბრაწულს ორივეს. რა პრობლემაა? ანუ უბრალოდ გავისაუბრებდით ამაზე, რომ დაბრაწული გირჩევია თუ თეთრი ბლინი, ხო? კომუნიკაცია. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი ცხოვრების გამოცდილებიდან ყველაფერს შორის კომუნიკაცია. კი. ანუ მე ვარ როგორი ფიქრების სადმიდან ჩემ overthinker. ანუ რამეს თუ წარმოვიდგენ, მე აი ვაშენებ და ასტრალში მივდივარ. და დამფიქსირებია რომ უბრალოდ რომ მიკითხავს, ესე მგონია და ესე შეუხედია ჩემსა და აი საიდან მოიტანე. და მივედი იქამდე რომ სინამდვილეში ყველა პრობლემა, აი არ დამაჯერებს, ყველა პრობლემა გვარდება სწორი კომუნიკაციით. და უბრალოდ თქმით პირიდან სიტყვებით. გარკვევით. ნახე, ოღონდ იმისთვის რომ შენ ეს თქვა
არ უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ ადამიანს ეშინია, დაკარგვის და იმიტომ ეშინია დაკარგვის რომ მიჯაჭვულობა და იმიტომ ამიჯაჭვულობა რომ ამას შინაგანი ნაკლოვანება აქვს. უკარო გავყვეთ. მაგიტო არის რომ ვეღარ შედის კომუნიკაციაში, ვერ ბედავს რომ თუნდაც უთხრას რომ იცი რა არის ამაში ესე ვიგრძენი თავი ან ესე დავინახე და მოდი გავიაროთ რა. ძალიან ბევრი ცოლ-ქმარი ისე ატარებს თელ ცხოვრებას რომ არ საუბრობს. წარმოგიდგენია? რეალურ საუბარს გეუბნები შინაგან მდგომარეობაზე, როგორ არიან, ურთიერთობა როგორ არის. რა უნდა ვქნათ ეგ დროს, იმიტომ რომ მე ვიცი მაგალითად როცა საერთოდ უჭირთ ადამიანებს საუბართ, ხშირად უფრო უჭირთ მამაკაცებს. რომ აი რაღაც დასხდნენ, არ ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად არის, რომ აი ეს გახსნილი საუბარი უჭირთ მამაკაცებს. მაგრამ ყავს მაგალითი, ხო, ადამიანების, ვისაც ეგ უჭირთ. როგორ შეიძლება ალაპარაკო მუნჯი? პირდაპირ საქმე. ნახე, მუნჯი რეალურად ხო არავინ არ არის შეუძლია ლაპარაკი. უბრალოდ გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგალითად, თუ პირობითად რა წყვილში გინდა, სამსახურში გინდა მეგობრებში, ხო? შეიძლება კი არა, თავიდანვე უნდა შეთანხმდეთ რა გინდათ, რა. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ურთიერთობას როგორ ვიწყოთ, ბიჭი, გოგო, მამაკაცი, ქალი, რაღაც ერთმანეთი მოეწონათ, დაიწყეს დეითინგი, რაღაცა შეხვდნენ, განვითარდა ურთიერთობა, მაგრამ როგორც წესი, არც ერთ თვითონაც კი არ აქვს წარმოდგენა, როგორი ტიპის ურთიერთობის შექმნა უნდა. ნახე, რო გავშალოთ ახლა ეს თემა, ძალიან მნიშვნელოვანია რა. მამაკაცი ქალი რო შეხვდა ერთმანეთს, თუ ესენი თვითონ არ არიან გააზრებული ტიპები, არ იციან საერთოდ როგორი ურთიერთობის აშენება უნდათ და ჩვენ გონია რომ ურთიერთობა არის აი ამ ორის შეხვედრა და ურთიერთობა არის სამის შეხვედრა. ვინ არის მესამე? მე რო ვარ და მამაკაცი რო ვარ, ხო? მესამე არის ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი ურთიერთობა. ეს არის ჩვენი ურთიერთობა. როგორც წესი ადამიანებს გონიათ რომ ურთიერთობა არის უბრალოდ ამ ორი შეხვედრა, მაგრამ თითოეული ამ ადამიანის ქმედებით შენდება მესამე. აი ეს ურთიერთობა შენდება ჩემი ქმედებით, შენი ქმედებით, მეგობრობაში ვთქვათ. პარტნიორების ქმედებით სასიყვარულო ურთიერთობაში, ხო? ნებისმიერ ურთიერთობაში არ არის ორი ადამიანის, არის სამი რაღაც, ანუ ორი ადამიანი და მესამე არის ეს ურთიერთობა. და თუ უკვე ამაზე დაფიქრდები, ნახე, აი თუნდაც მეგობრობა რო აიღო, ხო? მე და შენ, რო დავფიქრდეთ, რომ მე და შენ მეგობრობთ, ოღონდ მე და შენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ხო, შეიძლება ჩვენი ნაკლოვანებები გვაქვს, ჩვენი პლუსები გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ კარგი მეგობრობის აშენება გვინდა. და უკვე ეს აზრი რო გაქვს თავში, რომ გვინდა კარგი მეგობრობის აშენება, რა არის ეს კარგი მეგობრობა? ხო, უკვე ფიქრდები, მაგალითად, ნდობა, გახსნილობა, კომუნიკაცია აქ შემოდის, ხვდები? მე თუ არ მაქვს მიზანი, რომ შენთან მქონდეს კარგი მეგობრობა, ნათქვამი თუ უთქმელი, მაგრამ აი ეს აზრი, რომ ამ ურთიერთობაში მე ყოველ ჯერზე, ყოველ საუბარში, ყოველ iterაციაში მე აგურსდებ. რაღაც ჩემი ყველა ქმედება, ანუ უმოქმედობა აი ამ მესამეზე მოქმედებს. ანუ მაგის, ესე იგი, თუ სწორად მესმის, არის ეგეთი რაღაც, რომ თუ ამ ორი ადამიანიდან რომელიღაცა ერთი იძახის რომ მე აი ეს ამაზე არ მინდა ზრუნვა. ხო, არ ცალია საუბრისთვის, არ ცალია რაღაცისთვის. ანუ ავტომატურად არ ღვევს იმას, რომ პრინციპში ამასაც შორდება რა. ეს არის უკვე არა გააზრებული ურთიერთობა, არამედ რაღაცა ინსტინქტური ქმედებების ერთობლიობა, რომელშიც აი ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ აი ინსტინქტების დონეზე ორი ადამიანი იყოს ისეთ თავსებადობაში და თანხვედრაში ერთმანეთთან. ხო, არის ალბათ, რა თქმა უნდა, ესეთი მეჩიც არსებობს. უბრალოდ ნახე რისი თქმა მინდა, როდესაც გაცნობიერებული ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და იძახიან, რომ ვუსწორებთ, ხო, თვალს იმას, რომ მეც ჩემი ნაკლოვანებები მაქვს შენც, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ შევქნათ ესეთი ურთიერთობა, ხო? აი აქ უკვე სხვა პასუხისგებლობა შემოდის. აქ უკვე ნახე, მეც ღია ვარ იმაზე, რომ ჩემი ნაკლოვანება დავინახო, იმიტომ რომ ჩემზე უფრო აღმატებულია ეს ურთიერთობა, რომლის შექმნაც მინდა. და შესაბამისად, ნახე, თუ ამაზე ვზრუნავთ, როგორც ყვავილზე წყალს უსხავთ, მზეზე გაგვაქვს და ასე შემდეგ, თუ რაღაცა ფოთლები ჩამოყარა ამ ყვავილმა, უკვე ორივენი ვუყურებთ, აბა რა მოხდა? ხვდები? და ამაზე უკვე ვსაუბრობთ. თუ ჩვენ თავში გვექნება ეს იდეა, რომ მე ვარ, შენ ხარ და არის ჩვენი ურთიერთობა და ეს ურთიერთობა როგორ გრძნობს თავს ფულს გაუზომა. სამი კითხვა დამებადა ეხლა. მაგრამ სამივე სულ სხვადასხვა მხარეს წაიყვან საუბართან. მინდა ავარჩიო რომელი კითხვა. არ და სამივე კაია. ერთი კითხვა პირველი რაც მაქვს არის ის, რომ როდესაც ადამიანები შედიან სერიოზულ ურთიერთობაში, ღირს თუ არა, რომ თავიდანვე მოილაპარაკონ თამაშის წესებზე. აი რას გულისხმობ, იცი, რომ რაღაცნაირად არ არის ჩვენ კულტურაში მიღებული, რომ
ურთიერთობის დასაწყისში შეიძლება არა, მაგრამ იმ ეტაპზე რომ ხვდები რომ სერიოზულდება. რომ გაასწოროთ რა მოლოდინები გაქვთ, რა ვიცი, შვილები ორივეს გინდათ, ისე ვიძახი. ქორწინება ორი იდეა შეიძლება არ გამოვიდეს ამ ადამიანთან რაღაც, მაგრამ ცხოვრების, იმიტომ რომ მე არ გამიკეთებია ეგ. მე უბრალოდ გამიმართლა, მაგრამ მგონია რომ ძალიან ბევრ დანგრეულ ურთიერთობას გაასწორებ და თავიდანვე რომ ყოფილიყო რაღაცა შეთანხმება, რომ იმიტომ შეიძლება მე რასაც ვფიქრობ, იცი, რომ ადამიანის ურთიერთობაში შეიძლება იყოს ისე, რომ რატო იშლებიან ადამიანები რეალურად რა. ანუ არის ბევრი მიზეზი, რის გამო რაც შეიძლება მოაგვარო პრობლემა, მაგრამ თუ არ თანხმდებიან ღირებულებებში, არის ალბათ ის, რაც არის ისეთი ღირებულება, რომელზეც უარს ვერ იტყვი რა. ანუ ძალიან საბაზისო ღირებულებებში როცა არ თანხმდებიან, ძირითადად მთავარი მიზეზი არის ეგ. კი, მეორე მიზეზი არის ხოლმე ის, რომ რაღაც ერთი დიდი გრანდიოზული კი არა, ან მაინდა-მაინც ღალატი ან რაღაც. არამედ აი პატარ-პატარა რაღაცები, რაც გროვდება ამ კომუნიკაციის რაღაცა ყოველდღიური რაღაცები, რასაც აკლია კომუნიკაცია. ამას მოაგვარებ თერაპიით რაღაცით, მაგრამ აი ეს პირველი საბაზისო ღირებულება, რომელიც უცბად შეიძლება საიდანაც გამოჩდეს და დაგინგრიოს სამყარო, ხო არ ღირს რომ თავიდანვე იყოს გარკვეული. ეხლა შენ ისეთი კითხვა დასვი, რომ მე სამი სხვადასხვა პასუხის გაცემა მომიდა. რომელიც სამი სხვადასხვა თემაა მე მგონი, მაგრამ მოდი გავყვეთ. პირველი რასაც ამბობს გათეს ღირებულებების ნაწილი, ხო? სადღაც მოვისმენე ძალიან ადრე და ძალიან მომწონს ეს მიდგომა, იმიტომ რომ მართლა ეგრე არის. იმისთვის რომ ურთიერთობა იყოს მყარი, გრძელვადიანი და ჰარმონიული, გჭირდება სამი ხიდი. პირველი ხიდი არის სექსუალური მეჩი, ან ჩვეულებრივი მეჩი არის თანხwebdra ქართულად, თანხwebdra სექსუალურ დონეზე, სექსუალური კავშირის პირველია ეგ თუ სამივეთან პრიორიტეტით არ ვთვლი რა, სამი მნიშვნელოვანი ხიდი. ანუ შეიძლება კონდეს კავშირი სექსის დონეზე, შეიძლება კავშირი კონდეს მეორე არის გულის და გრძნობის დონეზე და მესამე არის ხედვის და ღირებულებების დონეზე. მოდი ახლა შევხედოთ რა. პირველი არის ზუსტად ის ლტოლვა, ფიზიკა, ხვდები, მატერიალური, ფიზიკური ლტოლვა, რომელიც ორ ადამიანს შეიძლება კონდეს. მეორე ტიპის ხიდი და კავშირი არის გრძნობა, გულის სიყვარული და აქ გადის ზუსტად მეგობრობაც და მესამე არის ღირებულებები, ხედვა. ეხლა მოდი გაგიშლი ყველა ტიპის ურთიერთობას ამ სამი ხიდის დონეზე. შენ ჩამოჯექი. მაგალითად, მეგობრები. აქვთ თუ არა ფიზიკური ლტოლვა ერთმანეთის მიმართ მეგობრობაში? მეკითხები? ხო, ნუ არა. არა, ხო. მეგობრებს არ, როგორც წესი მეგობრებო არა. თუმცა გაქვს დაფიქრდით მაგას. არა, მანდაც კითხვა. მე ვთქვათ, არსებობს თორე მეგობრობა გოგოების და ბიჭების შორის. წარმოდგენა არ მაქვს. არა. იმიტომ რომ ჩემი ფსიქოლოგი დაგს რომ არ არსებობს. ხო, ნახე, ისიც არის, ისიც არის. აგაცილე, მოდი. არ ვიცი. თემიდან აგაცილე. ალბათ ეს სამი ხიდი გასცემს მაგას პასუხს და მიხვდები. ან თუ მაგალითად ხარ ძალიან კარგ მეგობრულ ურთიერთობაში, სალსახად გაქვს აი ეს მეგობრობის სიყვარული, ხო? ანუ სიყვარული გაქვს იმ ადამიანთან და კარგ მეგობრობას აქვს ხედვაში კავშირიც, ხო? ანუ შეიძლება ადამიანი უბრალოდ გიყვარდეს და ხედვაში კავშირიც კონდეს, ეს უკვე რაღაცა სრულფასოვანი მეგობრობა. აი მაგალითად ბავშვობის მეგობარი რო გაიხსენო, რომელიც გიყვარს ძალიან. მიხვდი, მაგრამ სხვაგან წავიდა. დაგრჩა მარტო სიყვარულის ხიდი, ხვდები? ის ადამიანი ყოველთვის გეყვარება, მაგრამ შეიძლება სალაპარაკო ენა არ კონდეს. ხა ესე ვიძახი, იმიტომ რომ სიყვარულის ჩაკრა ხედვა, ხო? და ღირებულებაში გაგება. თუ მაგალითად ძალიან კარგად უგებ ხედვაში და ღირებულებებში და მაგ მიმართულებაში, ეს შეიძლება ძალიან კარგი ბიზნეს პარტნიორი იყოს, მაგრამ შეიძლება იმ ბიზნეს პარტნიორთან საქმეში იყო იდეალურად, მაგრამ სიყვარული და მეგობრობით არ მეგობრობდა, ხო? ანუ საქმიანი პარტნიორებისთვის მინიმალური აუცილებელი არის ხედვაში და ღირებულებებში თანხwebdra და კარგია თუ მეგობრობა და სიყვარულიც ექნება და თუ მაგალითად მარტო ფიზიკური კავშირი აქვს ადამიანს, ხო? არ გაგიგია უბრალოდ ფიზიკური კავშირი, მაგრამ იმასთან ურთიერთობას ვერ ააგებ. ამ შემთხვევაში ის არის მოკლევადიანი ესეთი კავშირი. ანუ გამოდის ახლა ჩვენ რომანტიკულ ურთიერთობაზე რო გადმოვიდეთ. თუ გვაქვს ჩვენ სამივე კავშირი ადამიანთან, ფიზიკური ლტოლვა, სიყვარული და ხედვაში და ღირებულებებში გაგება, ეს არის ბაზა იმისთვის, რომ ჰარმონიულად გრძელვადიანად ვითარდებოდეს ეს ურთიერთობა. როგორც წესი, ხო?
რაღაცა აკლია ხოლმე. მე არ ვიცი აუდიტორიამ ყველამ გადახედოს თავის ურთიერთობას, ხო? შეიძლება ხედვაში კავშირი ეკლდეს და აი უკვე წვალობს, ხდები ღირებულებებში სხვა რაღაცა საკეთებს. აუცილებლად აკლია ხოლმე ეს სადღაც. არა, აუცილებელი რა იდეალურ შემთხვევაში სამივე არის. ხო და არა, იდეალურ შემთხვევაში ხო არ არსებობს და ვიღაცას აქვს, ვიღაცას არ აქვს, მაგრამ ამასაც აშენება უნდა, ხდები. ისევ იმაზე დავფიქრეთ, ანუ მე შენ და ჩვენი აშენება უნდა, ხო? მაგას ვიძახი. ამასაც აშენება უნდა. ამასაც აშენება უნდა. ეს სამი გამოდის რომ ეს ერთი ქოთანი კი არა, სამი ქოთანი გვაქვს ამ სართულზე. იმიტომ რომ ნებისმიერ ამ თემას განვითარება შეიძლება, ხო, ამ თემის განვითარება. პირველი ხიდი, მეორე ხიდი, მესამე ხიდი. ამიტომ გამოდის რომ პირველი ამას უნდა შევხედოთ და ეს დასაწყისშივე დავილაპარაკოთ თუ არა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს რაღაც ბიუროკრატიული ის, მაგრამ როგორც წესი ვგრძნობთ. აი როგორც წესი ურთიერთობას რო იწყებ, ძალიან კარგად ხვდები ხა მარტოლტოლვა იქ, თუ გრძნობაც არის, ხო? ამას მინიმუმ ხვდები. და ადამიანს თუ ელაპარაკები და იცი რა ტიპია, იმასაც ხვდები ახლა ჰარი სტაილს მეცი რა თქვა? რა თქვა? ჩარტო შუაში. ხეული მაგ მარია. იმდროს ვიხვეწებოდი გადამაგდებინეთ თქო. რა თქვა და თქვა ის რა აუდიტორიდან გითხეს რა კონცერტის დროს გეუბნები. გითხეს რომ ანუ რა ხდება როდესაცო სხვა ადამიანიო ვერ გავიგეო მოკლედ უყვარ ვარ მოუწოდო არ მოწოდო და თუ მოწოხარო იციო რა ანუ ყოველთვის იციო თუ არ იცი ესე კი არაო რა და იმით რომ იყო დაკავებული ფიქრობდი მოუწონო არ მოწონო ჯერ ავსე შენი ჭიქაო და რომ გადმოიღურება ამ გადმოღრილითო მე სხვა ადამიანები მოიზიდე და ანუ feel your own cup ძალიან მიყვარს ჩემი უმაგრესი სიტყვა ხო და როგორც ასტავსე არხეული მაგ ხო და მოკლედ 100% ვეთანხმები ამ შემთხვევაში ბრძენ არის და ასე იმიტომ რომ გონია რომ თუ იცი რა თუ არის კითხვა რომ უყვარ ვარ თუ არა თუ არის კითხვა რომ რამე სერიოზული უნდა ჩემთან თუ არა თუ არის კითხვა რომ საერთოდ რა უნდა ეგრევე პასუხია როგორც კი კითხვა არის. იმიტომ რომ როცა ნამდვილად ეგრე არ გჭირდება ამის კითხვა, იმიტომ რომ ზუსტად იცი. იცი რა არის ქალებს ძირითადად რა პრობლემა აქვს ეს ილუზიურ მასში რო ვარდებიან, წარმოდგენას ვიქმნით რაღაცაზე და მე ამ წარმოდგენას ვარგებ თითქოს ვამართლებთ რაღაც სიტუაციებს, რომ ესე არ მოიქცა, მაგრამ რაღაც რომელიღაც ფილმში He's not that into you. ჩემი საყვარ წიგნით მაგ საკითხული. აი რა ეს იმ სერიიდან ყველა ოთახში რა სხვა წიგნი. ეგ წიგნიც ოდესღაც საკითხული, მაგრამ ძველია 10 წლის წინანდელი მე გადაიღეს, ესე ქვია He's not that into you. ზუსტად მაგაზე არა, ხო, არა. იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენ ნახე ესეთი სარსებობს. ავარიაში მოყვა და ტელეფონი დაეკარგა. ლომა შეჭამა თან ეს მოდის ესეთი ძველი დროიდან რა ყოველთვის ეს სცენი გჭირდა ალბათ მაგრამ საკითხი იმაში მდგომარეობს რომ თუ ადამიანს აინტერესებს თუ ადამიანს უნდა ის ამას გაჩვენებს თავისი ქმედებით და თუ უმოქმედობას აქვს ადგილი ესე იგი არა ან ძალიან მარტივია ან მართლა ძალიან მარტივია და მეორე კიდე რაც არის როგორც წესი ურთიერთობაში გოგოები კონცენტრირებული ვართ ხოლმე უფრო მამაკაცზე და რეალურად თუ კონცენტრირდებით ჩვენ როგორ გრძნობთ თავს იმ მეორე ადამიანთან ყველა კითხვას პასუხი გაეცემა ეგ ძალიან ხო, ანუ თუ მაგალითად შენ ხარ ურთიერთობაში. სიყვარული ეგ ხო არ არის. სხვათა შორის აი ძალიან ეგ აზრიც მაფიქრებს ხოლმე რა. ხანდახან ხო ამბობენ რომ შენ ის ადამიანი კი არ გიყვარს ის თუ როგორ გაგრძნობინებს ის თავსო. ხო, ნახე. ხო და ეს მიდის აი ამ რომანტიულ სიყვარულთან, რომელიც უნდა დაარღვიო. უნდა დაარღვიო, ხსინამდვილე. ნახე, რეალურად ახლა როგორ გაგრძნობინებს თავს, ეს გეხმარება იმაში, რომ პასუხი გასცე იმ კითხვებს, იმას რა უნდა შენგან. თუმცა რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც გადასარევად გაგრძნობინებენ თავს და მე უცებ შეიძლება გაქრეს ადამიანი, ანუ მოდი ესე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ესეა. მაგრამ ახლა სიყვარულს რო დაუბრუნდეთ ისე, გამოდის, რომ თუ შიგნით ნაკლოვანი არა გაქვს და ამ სავსე მდგომარეობაში ხარ, რომელშიც ესე გადმოჩქებ და მაგაზე სხვათა შორის იცი რა მახსენდება. ძალიან მარტივია, მაგრამ ესეთი კარგად ლაგდება. ხო გაგვიგია, რომ ღმერთი არის სიყვარული. ხო. კი. ისიც ხო გაგვიგია, რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად. ხო. ანუ თუ ღმერთი სიყვარულია და თავის ხატად შექმნა ადამიანი რა გამოდის? სიყვარული. მე მგონია ადამიანის სიყვარული. ანუ ადამიანი გამოდის სიყვარული. ეხლა წინა პოდკასტშიც თქვი რა ძალიან მიყვარს სიყვარული. იცი როგორ მიყვარს სიყვარული? მარტო ჩემო, ვის არ უყვარს სიყვარული? ჩემი ვარდისფერი ფხნილი ხო გახსოვს? თვითმფრინავით რო უშვებდი.
ანუ იმიტომ რომ სიყვარულში ფაქტიურად ჩვენ გვინდა რომ სიყვარულში დავიკარგოთ, მოვთუნდეთ და ვიყოთ აი ამ რაღაც სიმშვიდეში და აღტაცებაში. მე ეგ მინდა ზუსტად ახლა რას თქვი, ეგ მინდა ვთქვა და ამას იძახის ეს ჩვენი წიგნის ავტორიც რომ სინამდვილეში სიყვარული არის სიმშვიდე. კი. ანუ სიყვარული რომელიც გაგდებს, აი განერვიულებს, გული, აი ცუდად ხდის იმ კუთხით ფიზიკურად. ეგ არის გატაცება ნებრასა და სიყვარული ანუ მე მგონია რომ არის აი ეს სიმშვიდე უსაფრთხო გზნობა რომ ყველაფერი კარგად არის და ეს რაღაცა სისავსის გზნობა რა. აი მე მაგას რას შევადარებ იცი რა თქმა უნდა ყველაზე კარგად რასაც გზნობთ არის ეს უპირობო სიყვარულს თუ ვიტყვით ხო იმიტომ რომ ხო არსებობს ეს პირობითი და აი ზუსტად უპირობო სიყვარულის ყველაზე დიდი მაგალითი არის დედაშვილური სიყვარული. აი ხო ქონია და ყველას ქონია ალბათ ეგ ბედნიერება უმრავლესობას თუ არა და ვიღაცასთან მაინც ქონია ხო თუ არა დედასთან რომ ადამიანს ეხუტები ამ შემთხვევაში დედას ეხუტები და ის შეგიძლია მოდუნდე და დაიკარგო და აბსოლუტურად მშვიდად იგრძნო თავი. იდეალურ შემთხვევაში თუ გაგვიმართლა იგივე გვაქვს პარტნიორთან, იგივე გვაქვს მეგობართან, რომელშიც ფაქტიურად როგორც რომ წარმოიდგინო რომ სულიერად შიშველი ხარ, არ გჭირდება აბჯარი, არ გჭირდება რაღაცის თამაში, არ გჭირდება ტონუსში ყოფნა. აი თამაში დავარქმევდით ტონუსს, ხო ხდები? აი რაღაცა ვიღაცა რო უნდა იყო, შეგიძლია უბრალოდ იყო. დღეს სხვათა შორის მეორე მაისურის ჩაცმა მინდოდა, რომელსაც მაწერია B. ან ჩემი ფრაზა არის, რომ უბრალოდ იყავი. აი, როდესაც შეგიძლია რომ უბრალოდ იყო ის რაც ხარ, ოღონდ რაც ხარ არ ნიშნავს რაცა პიროვნებას. უბრალოდ ხარ, ხო ხდები? და შენ წარმოვიდგინე რა ხშირად არის ამბავი, როდესაც ერთი პარტნიორი ან მეორე ვერ უმკლავდება მეორე ადამიანის ყოფნას. და ან მასშტაბს, ან თავისუფლებას, ან ცილაღეს. ეგ არის დიდი გამოწვევა. ხო, არ არის მარტივი რა. ეხლა მე ჩემ თავზე ვფიქრობდი, ბაჭისთვისაც არ არის ალბათ მარტივი თუ ნახავს ამ ეპიზოდს. გითხარი. მინდა რომ მე ბევრი ვარ რა. მართლა ბევრი ვარ, ძალიან ხმაურიანი ვარ. სახში არა, ოღონდ სახში არ ვარ ხმაურიანი საერთოდ. მაგრამ გარეთ ბევრი ვარ, დიდი ენერგია მაქვს, შემიძლია რომ თან აი ჩანდე შემიძლია. არ არის ადვილი რა, გვერდში რო ყავს ეგეთი ადამიანი. საიდან იცი? ესე მგონია რა. შენი წარმოდგენა ეგეც. ნახე, ანუ რეალურად აი ზუსტად ეგ არის ილუზია, რომ არ არის მარტივი ჩემთან ყოფნა, ხო ესე გამოდის, იმიტომ არა, რა შეძახე იცი, ანუ აი როდესაც ბევრი ხარ მგონია, რომ არ არის მასე. პირიქით, როდესაც მე შენ მინახი ხარ, როდესაც ძალიან ბევრი ხარ და ხარ აბსოლუტური мотиваცია. კი, რა თქმა უნდა, ანუ გეტყვი, აი შეიძლება ადამიანი უბრალოდ იმისგან რომ გიყურებ და ჟრუანტელიული და იმდენად არტლა გაუნებ, იმ ხელა ენერგიას ასხივებ. სერიოზულად? არა, მართლა გაუნებ. ანუ შენ გააქვს აი ეს მუხტი, ეს ენერგია და ეს არის ძალიან დიდი მოწვევა შენი გარემოსთვის. ნახე, როდესაც ჩვენ ხედავთ მეორე ადამიანს, რომელიც არის ესეთი გახსნილი და ასხივებს ამ ენერგიას, ჩვენთვისაც არის რაღაც მოსაწვევი მოგდეს ფაქტიურად რომ შეხედე, შენ შეგიძლია ესეთი იყო პრინციპში და ბავშვობაში არ ვიყავით ყველანი ესეთი ენერგიულები, რომ დავრბოდით და ვერ ჩერდებოდით და რეალურად ყველას გვაქვს ეს მუხტი. შეიძლება ადამიანი ახლა წაღარაც გვიროსახში არ ვარ ხო, ყველგან არც გჭირდება ეს მუხტი და არც ვავლენდეთ, ან შეიძლება რაღაც მიმართულებაში უფრო ვავლენდეთ და მეორეში ნაკლებად რა. მაგრამ ეს ენერგია სწორად გამოყენებული და სწორი მიმართულებით მიმართული, არა დესტრუქციაზე, ქაოსზე და რაღაცა კონფლიქტზე, არამედ რაღაცა აღშენებლობაზე და თვითრეალიზაციაზე და გამოხატვაზე უკვე არის ძალიან დიდი საჩუქარი შენთვისაც და შენი გარემოსთვისაც. სხვანაირად შევხედავ. ეხლა ქიმიაზე გითხარი რა, ეხლა რა თქვი ეგ გამახსენდა ქიმია. აი რას ნიშნავს ქიმია? იმიტომ რომ რაღაც ფილმებს რო იღებენ, ხო იცი, ეხლა არის თემა ეს chemistry test, ანუ ქიმიის ტესტი, რომ მსახიობებს ატარებენ ამ ქიმიის ტესტს. ოღონდ არ ნიშნავს რომ ცხოვრებაში მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ხო? მაგრამ აი რაღაცა არც გამორიცხავს, მაგრამ ატარებენ ამ ქიმიის ტესტს, რომ მიხვდე რამდენად რა არის ეს ქიმია მართლა? მე ძალიან მაიმუნი რაღაცა ეს ქიმია. ნახე, რეალურად ქიმია ხო არის ბიოლოგიური პროცესი ჩვენში, ჰორმონების თემა არის და ფერომონების, რომელიც აი სადღაც ცხვირში გვაქვს ეს ფერომონები და მაგაზე არ მახსოვს წინაზე ვთქვი თუ არა ეს მაგალითი, როდესაც აი ამ მაგალითით მიხვდები რა არის ქიმია. ჩვენ გვიზიდავს მეორე ადამიანი და უბრალოდ გონია რომ ქიმია გვაქვს და მიზიდავს, რა ვიცი, ხო? არ ვიცი რატომ მიზიდავს.
ხედავს. მაგრამ ამ მიზიდულობის უკან დგას ზუსტად ის ჰორმონალური ძვრები ჩემს ხელში, რომელიც რაც გადმოშჩქებს ეს ჰორმონი და მე ამას გრძნობ როგორც ტოლვა და ეს ჰორმონი რატო გადმოშჩქებს? გადმოშჩქებს იმიტომ, რომ სადღაც არსებობს მენტალური პროცესი, რაღაცა ფიქრები, ქვეცნობის რაღაც ჩანაწერი, რომლის გაელვებაზეც ჩემს ნეირონულ კავშირებში რომ შედგება მთელი ეს ქსელი, იმ მეორე მამაკაცთან მე ეს მიზიდულობა მიჩდება. და ეხლა საინტერესოა ეს ფიქრები და ეს ქვეცნობიერი ჩანაწერი რა არის, ხო? და რაც მაქვს, გამოდის რომ იმის მიხედვით მიჩნდება. ჩაატარეს ესეთი ექსპერიმენტი, რომ ქალი, რომელსაც ჰქონდა ესეთი წარმოდგენები, რომ მამაკაცები, საშინელებები არიან და რაღაცა წარუმატებლები მიატოვებენ, არ არიან პასუხისგებლიანები და ასე შემდეგ, იცოდნენ მოკლედ ამ ქალის ფსიქოლოგიური ჩანაწერები და დასკვნები და დამოკიდებულებები მამაკაცების მიმართ. და ეს ქალი შეუშვეს ოთახში, არ მithქვამს ეს ექსპერიმენტი. ეს ქალი შეუშვეს ოთახში, სადაც შეუშვეს 100 მამაკაცი. კი ბატონო. ექსპერიმენტი. 100 ნარჩევა, გინდა მონაწილეობა? არა, იყოს. არ მართლა არ მინდა. მართლა არ მინდა. 100 მამაკაცი. ოღონდ აქედან 99 იყო ნარჩევი მამაკაცი, ანუ ესეთი ალფა გადასარევი წარმატებული, კარგი პიროვნება, პასუხისგებლიანი, საიმედო მამაკაცი. და ერთი შეუშვეს მამაკაცი, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამებოდა ამ ქალის წარმოდგენებს მამაკაცებზე. არ მითხრა რომ იპოვა. კი გეტყვი, აუცილებლად. იპოვა არა, ეს ქალი შეუშვეს და უთხრეს რომ აი იარე ოთახში და არჩევი არ ილაპარაკო? აღარ მახსოვს ლაპარაკის ასპექტი, მაგრამ იარე და ნუ ახლა ვიზუალურად ვინ მიგიზიდავს? არჩი ამ 100-დან ერთი არჩიე რა? ვინ მიგიზიდავს? სიგიჟე. გაქვს 100-დან არჩევანი. პარტნიორს ვერ პოულობდა სათავისოს. ნამდვილში ყოველს სათავისოს პოულობდა, იმიტომ რომ საშენო ვინ გამოდის პარტნიორი ამის მიხედვით. აი მე ამის ცოტანელა გავშალე. ერთი წუთი ვერ გეწევი. ხალხო, მოყვებით? მარიამ და გავიაზრო. კაი, ეგ ექსპერიმენტი გავიგე და რას ნიშნავს ახლა საშენო? ყველა ადამიანს ყავს სათავისო ადამიანი? არ მითხრა რომ სამყაროში მარტო ერთ ადამიანს ერთი შეეფერმა, რომ გავგიჟდები. რა თქმა უნდა, რა სისულელია. რა სისულელია. მაგაზეც მადლობა. ამოისუნთქა. არა, მასე არა, საშენო რას ნიშნავს? იმის მიხედვით შენ რა წარმოდგენები გაქვს, რა რწმენები გაქვს და რისი დაშვება გაქვს? საერთოდ ამ ცხოვრებაში არსებობს, რა ვიცი, მილიარდი მამაკაცია, ხო? რამდენი მილიარდი მამაკაცი არის სტატისტიკა დავგახმარეთ. მაგრამ ამდენ მილიარდ მამაკაცში საშენო არის ის, რომელიც და ვინც შეესაბამება შენს წარმოდგენებს მამაკაცზე და წარმოდგენებს ურთიერთობაზე. როგორიც წარმოგიდგენია, რომ შეიძლება იყოს ურთიერთობა და შეიძლება იყოს მამაკაცი, ზუსტად ისეთი მამაკაცი გიზიდავს. რატო? ამას ადასტურებს ეს ექსპერიმენტი. ამ ქალს რომ წარმოდგენა ქონდა, რომ მამაკაცები ესეთები არიან ესეთი, ყველანაირი ნეგატიური წარმოდგენები და შეუშვეს ოთახში, სადაც 99 იყო პოზიტიური, ანუ ოპოზიტი ამ თავის წარმოდგენების და ის ერთი იყო მაინც და მაინც ისეთი შესაფერისი. ამ ქალის შესაფერისი, მაგრამ იდეაში რომელთანაც ბედნიერი ვერ იქნებოდა, ხო? რატო? იმიტომ რომ ნეგატიური წარმოდგენები ქონდა. ნახე, მთელი თემა რაში. მოდი, კარგად ჩავიდე. მიდი. ნახე, საშენო მამაკაცი არ ნიშნავს, რომ ბედნიერი იქნება იმასთან. რატო? იმიტომ რომ თუ შენ წარმოდგენები გაქვს, რომ შენ უნდა გიღალატონ, შენ უნდა ცუდად მოგეცნენ, არ დაგაფასონ, შენ ესეც მიიზიდავ. ანუ შენი შესაფერისი არის ის, ვინ შენთან მოდის და თუ შენთან მოდის ადამიანი, რომელიც გაუბედურებს, ესე იგი შენ გაქვს წარმოდგენები მამაკაცზე, რომ უნდა გაგაუბედურო. ეხლა ყველას ვისაც არ აქვს დაალაგებული პირადი ცხოვრება, მარიამ, რას გვეუბნები რა? ანუ ის თუ ხვდებიან და თუ ხვდებათ ისეთი მამაკაცები, ესე ჩვენი კი, რა თქმა უნდა. ჩვენგან გამომდინარე არის? კარგად გითხარი, როგორ შევცვალოთ ახლა. როგორც ეს ქალი შეუშვეს და 100 მამაკაცი აირჩია მაინც და მაინც ის ერთი ის უხარისხო თუ რა ვიცი როგორი დავარქვარ ვიცი უხარისხო ძალიან კაი უხარისხო ურთიერთობისთვის რომელიც ამას უნდა და მაინც და მაინც ის აირჩია ხვდები 99 კარგი მამაკაცი ამან არ აირჩია იმიტომ რომ იმ ერთის კარგიც ხო ისეთი არა შეიძლება ის უბრალოდ ახლა ამ ექსპერიმენტში ჩართეს ოპოზიტები ხვდები კარგი და ცუდი არ არსებობს უბრალოდ ამ ქალს რო ქონდა რომ მიღალატებენ მიმატოვებენ არ დამაფასებენ გამქურდავენ რაღაც უბედურებები ისინი რაღაცა პასუხისგებლიანი მოწესრიგებული და მაინც ისეთი არჩია ვინც უღალატებს იმას ზუსტად და რატო რის მიხედვით არჩია ფერომონები, ტოლვა, მიზიდულობა გაუჩნდა იმ მამაკაცის მიმართ. რატო? ხო და მაგას გიხსნი, რატო და იმიტომ. აი, ჩავყვეთ ბიოლოგიაში, როგორ არის, ხო? პატარა ბავშვი. მალე იმას დაადრებ, ხო ის სახაზავი. რატო და იმიტომ?
რასმის ვითხარი, კაი, აბა რა. რატო? კაი, თავიდან ბოლომდე გავყვეთ. გოგოება, თქვენთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, მე სახაზავი გამოვშვი. ძალიან საციულო არის რომ შეხედო, მაგრამ რა თქმა უნდა, არა, 100%-ია. ესე იგი, უკან გამოვყვეთ. ამ ქალს ექსპერიმენტიდან მე მიზეზამდე, ხო? ამ ქალს, რომელსაც ჰქონდა პრობლემა პირად ურთიერთობებში, ხვდებოდნენ ყოველთვის უხარისხო მამაკაცები. ანუ ისეთი მამაკაცები, რომლებთანაც ვერ აწყობდა ბედნიერ ურთიერთობას, მიატოვებდნენ, რაც იმედგაცრუებაში ტოვებდნენ, შეუშვეს 99 ესე გაწია, არ მინდაო, რომლებიც თანაც უკეთესი შანსები ექნებოდა, ხა არავინ არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ექსპერიმენტისთვის არჩეს კარგები, რომელიც იყო ხარისხიანი. ღმერთო, არ გამლანძღოთ, ხო? კონტექსტიდან არ ამოჭრათ, ხო? ხო, გასაგებია, ხო, რაზეც საუბრობთ. ანუ ამ ქალბატონმა აირჩია მაინც ის მამაკაცი, რომელიც იგივეს გაუმეორებდა, ხვდები, ისევ იმედგაცრუებაში დატოვებდა, ისევ მიატოვებდა. რადიკალური პატიება მახსენდება. ხო, ამ მამაკაცის მიმართ და ზუსტად პატიებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მამაკაცის მიმართ გაუჩნდა მიზიდულობა, ლტოლვა, ქიმია, ქიმიიდან წამოვედით, ხო? გაუჩნდა ეს ქიმია. ესე იგი, ეს ქიმია რა არის, რომ ნახე, ამისი მენტალური წარმოდგენები, რაც იყო ამ ქალის ფაქტურად ეს მუშაობს გაუაზრებლად. ჩვენ შიგნით ეს ჩვენი წარმოდგენები ქმნის სხეულში ისეთ ქიმიურ პროცესებს და ჰორმონებს, რომ მაინც და მაინც მინდება, რომ ეს ადამიანი მინდა, ხვდები? და ეს ადამიანი მინდა იმიტომ, რომ შეესაბამება ჩემს წარმოდგენებს. თუნდაც იმაზე როგორი შეიძლება იყოს მამაკაცი და მეორე ნაწილი რითიც დავიწყეთ, ის ზუსტად ის ღრმულები და ნაკლოვანებები, რომელიც მე მაქვს, შეიძლება ამას კონდეს და იმიტომ იმიზიდოს. ანუ ორი რაღაცა. და გამოსავალი რა უნდა გავაკეთოთ? ისე უნდა ავივსოთ ჩვენ და გავხდეთ სავსე ჭიქები, ღმერთის ხატად სიყვარული, цаრიელი სიყვარული. ან ჩვენ თავს თუ მივეცით ის სიყვარული, ჩვენ თუ გავხდით ის სავსე ჭიქები, მაშინ გამოდის, რომ ესეთი ადამიანები კი აღარ მიგვიზიდავს და რომც რაღაც მომენტში არ ვიცი, შეხვდე ესეთ ადამიანს, ძალიან მარტივად დააიდენტიფიცირებ, რომ ის არ გაძლევს იმას, როგორი ურთიერთობის შექმნა ჩვენ გინდა, უბრალოდ ჩახსნი და გააგრძელებ გზას. აღარ შეხვალ რაღაცა დრამატულ შვიდიან ურთიერთობაში. შეიძლება მან რაღაც ჩანართი გავაკეთოთ ჩვენი რადიკალური პატიების რადგან ის უკვე გამოდის, იბეჭდება ხალხო არ ვჯერა იანვარში უნდა დაგვებეშნა. ანუ იქ ეგეთი кейსი ხო იყო, მაგრამ მან მსგავსი გაკვეთილის кейსი. თავარი რასაც იძახის ეს წიგნი არის ის, რომ თუ შენთან მოდის ეგეთი გამოცდილება, აი ეგეთი არაშესაფერისი ურთიერთობის. ანუ ამას შეხედო, როგორც ის რომ სამყარომ ეს გამოგიგზავნა, რომ რაღაცა შენი ძველი ტრავმა უშველო. თუ ისევ იგივეში გადავარდები, თუ ისევ ეგათ ადამიანთან იქნები, თუ არ იტყვი უარს, მაგ იმაზე კიდე გამეორდება და სამყარო სულ გამოგიგზავნის ეგეთ არაშესაფერის ადამიანებს, სანამ არ იტყვი რომ მადლობა სამყარო, ეხლა მივხვდი. ეს არ ყოფილა ჩემთვის შესაძლებელი. გავიგე, მაგათ მადლიერებით შეხვდი იმ ადამიანსაც, რომ ის ადამიანი, რომელიც იყო 99 თუ ვინც რა თქვი, რომ მე ასე არაშესაფერი, არახარისხიანი სინამდვილეში, შეიძლება ის იდეალური ადამიანია, თავის კუთხით, ვიღაცისთვის. უბრალოდ რადგან ამას აქვს დასამუშავებელი ეს ტრავმა, რომ ყველა მოღალატეა, ამას შეიძლება სხვას არ უღალატებს, მაგრამ კონკრეტულად ამას უღალატებს, სანამ ეს არ დაიჯერებს, რომ და არ ჩათვლის რომ მადლობა კიდე კაი რომ მიღალატ ეხა ძალიან რთულია ეგ ხალხო მესმის ანუ გასაგებად ძალიან რთულია ხა როცა ღალატია საბარი მაგრამ მადლობა ეს რომ მოხდა იმიტომ რომ ანუ ეს რაღაცა ამით უნდა მესწავლა მე სწავლა ის რომ მაგალითად არ მჭირდება რომ მაინდა-მაინც თავი ჩემი საკუთარი თავის ფასი ამით რომ გავზომო, რახან მიღალატა, ესე იგი ვარ უფასური. შენ თუ იცი შენი თავის ფასი, ღალატიც, ანუ რა თქმა უნდა არ ვახალისებ ღალატს, მაგრამ ღალატი აღიქმება ძალიან დრამატულად, როდესაც ადამიანი ზუსტად თავის ფასს ვერ გრძნობს და თავის ფასის აღქმა აქვს გადაბარებული მეორე ადამიანზე და როდესაც ეს ადამიანი ღალატობს, ამას ფაქტურად მიწა ეცლება ქვემოდან. აუ, ეგ რა საინტერესო. აი, დაფიქრდი ნახე, შენ თუ იცი რომ თვითკმარი ხარ, შენ თუ იცი რომ სრულყოფილი ხარ. ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს? როგორ არ აქვს მნიშვნელობა, ანუ გააჩნია რომ შენი დამოკიდებულებები რა არის, მაგრამ იმ ადამიანს თუ შენთან ყოფნა აღარ უნდა. მესმის. რატო უნდა დაიჭირო? ანუ ჩვენ ხო თავისუფლები ვართ ყველანი. რეალურად. რომ შეხედო, ნახე, შენ თუ შენი თავი გიყვარს, იმასაც აღარ მოეჭიდები. ხო მანდარი. ხო, ნუ ეჭვიანობა. მე მინდა რომ დავამატო რა მანდ, იმიტომ რომ ზუსტად მანდ მივდივარ რა მე ვიცნობ ეჭვიან ადამიანებს, მყავს ცხოვრებაში ეჭვიანები, ყოლია ვიცნობ მეგობრებიც ასე შემდეგ. და მანდ არის ძალიან საინტერესო ამბავი, რომ ეჭვიანობაც არის
აბსოლუტურად კავშირში რამდენად საკუთარ თავთან ხარ დალაგებული. კი, ზუსტად, ანუ აი ეს ნაკლოვანება თუ გაქვს, მოკლედ გააჩნია შენი სისრულე როგორ გაქვს, შენს თავთან როგორ ხარ დალაგებული, აი სიყვარულში ხარ თუ არა? ყველაფერი, ხალხო, ყველა. საკუთარ თავის სიყვარულზე ყველაფერთან მივდივარ თვითკმარობისკენ. თვითკმარობა და საკუთარი თავის სრულყოფილების აღქმა და სიყვარული. ოღონდ ამ სრულყოფილებაში არ გულისხმობ რაღაცა ეგოსეულ ხო ხდები. უბრალოდ სრულყოფილება საერთოდ არაფერი კავშირში არ ეგოიზმთან. ნახე მთლიანობა. აი ძალიან ბევრ ზუსტად ის პარტნიორი ის ურთიერთობა იმისთვის უნდა რომ დამშვიდეს, რომ თითქოს მთლიანობაში მოვიდა, მაგრამ შენითაც შეგიძლია იყო იმ მთლიანობაში და უკვე როდესაც ასხივებ ამ სიყვარულს, ზუსტად იმ ურთიერთობებში იქნები, რომლებიდანაც არის ეს მიმოცვლა უკვე ამ განა მიცემა და მიღება და ამოვსება. ნახე, როდესაც რაღაც ამოსავსები გაქვს უპრობლემაა, მაგრამ როდესაც ხდება უბრალოდ გაზიარება, თანაზიარობა რაღაცეებში, ხო? მაგალითად მე რაღაცა კარგად გამომდის, მებლინებს ვაცხობ კარგად და შენ არ ვიცი, ონკას აკეთებ კარგად. მე თეთრი ბლინები მიყვარს. კაი, არა მითხარი. შემდეგის. აბსოლუტურად თეთრი მიყვარს, მაგრამ ეხლა მაგასაც არ ვჭამ. მოკლედ, ხო, როდესაც ეს ნაკლოვანება არის, ამოსავსები, მაშინ სულ პრობლემა არის რა და პირველ რიგში უნდა მივცეთ ჩვენს თავს ეგ სიყვარული. ისევ მანდ მივდივართ მაგის პასუხად და წეგან ძალიან ბევრი ესეთი ამონათებები მქონდა და ეხლა დამოვიწყე. ეხლა იმაზე მივალ ისევ ის ერთი მამაკაცი და 99 და ის შეიძლება სხვასთან სხვანაირად მოიქცეს ამ ბავში, ხო? ნახე ძალიან მნიშვნელოვანია კრისტალი ვისაც უნახავს, აი ჩვეულებრივი მთის ბროლი და ასე. ხო იცი ის ამოწვერილი არის ბევრი და სხვა თუ მაგალითად შუქს დაანათებ, აი განათება გვაქვს, ხო? ეხლა აი კრისტალი რომ ეჭიროს აი აქედან და აქედან ვანათებ და შუქს და ესე ვამოძრავებ. აქ რომელიღაცა ნაწილი აირეკლავს და განათდება, მაგრამ აი აქეთ ამხარი არ ამონათდება რა. და ეხლა რომ წარმოიდგინო, აი ესეთი მრგვალი კრისტალი, რომელსაც ყველა მხრიდან ეს წვეტები აქვს და წახნაგები აქვს და შუქი საიდანაც დაარტყავს, ზუსტად იმის მხარე ამონათდება. ეხლა საინტერესო რა არის? ძალიან კაია, უკვე ხვდები. ხო, ეხლა ვართ მე და შენ, ორივე ვართ კრისტალები რა. მეც კრისტალი ვარ, შენც კრისტალი ხარ. მე მაქვს აი რა ვიცი 360 გრადუსიდან საიდანაც დამანათებ, იმას ამოვანათებ, ხო? და შენც იგივე ხარ. თუ ამ ურთიერთობაში შენ მანათებ ზუსტად იქიდან შუქს, რომ შენ უნდა გიღალატო, შენ უნდა იმედი გაგიცრუო, შენ უნდა რაღაც ნეგატივები. იმას ამოვანათებ. ჩემში აინიცირებ. ფაქტიურად მიწევ, სხვა შანსს არ მიტოვებ მე როგორც ვამბობ ხოლმე, რომ მე ისევ ეს შუქი უნდა დაგანათო რა. ამ დროს შეიძლება მაგალითად აგერ დავითი მოვიდეს და მითხრას, რომ დავითმა სხვა მხრიდან დამანათოს, ხო? შესაბამისად მასთან ურთიერთობაში სულ სხვა წახნაგი გაიბრწყინებს იქ და სულ სხვა ურთიერთობა აიგება. ამიტომ ისევ მიდიხარ იქ, შენ შიგნით რა წარმოდგენები გაქვს. და რას ანათებ მეორე ადამიანს? ეს კრისტალის ძალიან კაი იყო. ხო, მაგას ანუ მე მიყვარს ძალიან კრისტალები და რო ვათამაშებდი მზეზე, მივხვდი რომ არ მითხრა შენ მოიფიქრე. რა თქმა უნდა. ანუ მე აქ არის სტაილსის ფილოსოფიას გიყვები და შენ იფიქრებ ეგეთ რაღაც. მე ხო ესე ფიქრებში გააზრებები მანათებს და როგორც წესი ხო. ანუ მართლა ძალიან, იმიტომ რომ ეს რო გამინათდა, როგორ მივხვდი, როგორ დამილაგდა, იცი, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება ჩემთან ადამიანი სხვანაირად რო იქცევა და მეორე ადამიანთან სხვანაირად, ეს აი ზუსტად აღწერს იმას, იმიტომ რომ მე სხვაგან ვაშუქებდი იმას რა. და ისევ მიდიხარ იქ რომ მოიცა ჩემ თავში შევცვალო რა, მე გავხდეს. და ხარ უნდა იყო ასევე შენი თავი, მე ძალიან მჯერა რომ დიდი ხანი არ ვიცოდი აქ რაღაც პატარა რა ვიყავი, უფრო მეგონა რომ აი თავისით უნდა ხვდებოდეს, თავისით უნდა აკეთებდეს, თავისით უნდა იცოდეს მე რა ვქნობ. და რომ გავიზარდე მივხვდი იმას, რომ სინამდვილეში ანუ შენ მოდიხარ შენი ინსტრუქციით. მეორე ადამიანი. არ არის ეს მნიშვნელობა მეუღლეზე ასაუბარ შეყვარებულზე თუ პარტნიორზე თუ უბრალოდ უცნობ ადამიანს. ნებისმიერ ურთიერთობაში როცა შედიხარ, ძალიან მაგარია რომ შედიხვიდე შენი ინსტრუქციით რა. მოხმარების ინსტრუქციას რომ მეცინება ხოლმე, მაგრამ 100% ანუ შენ თუ რაღაც ამბავში რაღაც გინდა, უნდა გააჟღერო. აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ გააჟღერო. აი ეგეთ დროს ესე დამიჭირე მხარი. ეგეთ დროს ესე მომეფერე, ისე ვიძახი რა. მე მაგალითად მქონდა ერთი პერიოდი რაღაც ცუდი ფრენის მერე, ძალიან პანიკური შეტევების პერიოდი მქონდა და რაღაც მომენტში ბაჭი მეშ და გვერდზე რომელიც თავისი კუთხით მამშვიდებდა, როგორც თვითონ დაამშვიდებდა თავის თავს, იმიტომ ეგ დაივერი არის და დაივინგის დროს რომ დამართნია ეს. ისა თვითონ ისე დაიმშვიდა თავი. მე ეგრე მამშვიდებდა. მე გავბრაზდი, რომ შენ ვერ მამშვიდებ. რატო ვერ? ანუ მე ვიყავი დაწყედი, ახლა მე გეუბნები პატარა ვიყავი რა და ძალიან დიდი ხანი ვიყავი დაწყედი, როგორ ვერ მივხვდი იმ დროს, როგორ დამამშვიდო თქო. მე ვფიქრობ, კაცო. მიეცი ინსტრუქცია შენ თვითონ, რომ შემდეგში მინდა რომ კი არ მითხრა რომ შენ მოერევ, მითხრა რომ შესაძოდაო, შესაცხალო, მე ძალიან მიყვარს.
რომ ეცოდები ხავს. ჩემი დავშიდა ის მეთოდი რომ ვითხარ აი წარმომიდგენია როგორც უდად გზავ თავს და ბაჭის მეთოდი იყო რომ შენ რა არის კაცო ეს არაფერი ანუ მესმის იმიტომ რომ იმან თვითონ მაგან უშველა როცა 40 მეტრის თუ 60-ის ქვევით უცებ ჰაერი ეგონა რომ ეცლებოდა თან იქ ხო სუნთქა ჰაერი უფრო მალე გეხარჯება თავის ჭკუით ეგრე მითხრა და მე რა თავხედი რომ მეწყინა რომ მაშინ კარგად ვერ დამაწყნარე როგორც მე მინდოდა მიდი რა ინსტრუქცია თუ ხარ შემდეგ თუ გავხდები შემიცოდე იცი რა რიფლად ახლა აი ციტყვა ინსტრუქცია ჩემთვის ძალიან ფორმალურია მაგიტო დავარქვი რატო დავარქვი იცი ინსტრუქცია რატო თქვი იმიტომ რომ ეგეთი ჟღერდეს რა იმიტომ რომ სანამ არ დაარქმევ ეგეთ სახას არ აქცევ ყურადღებას და მე უკვე იცი როგორ მიზის ტვინში ეგ სიტყვა ახლა რომ რჩევა მიეციან უთხარი პირიდან სიტყვით ეგეც მიყვარს პირიდან სიტყვებით იმიტომ რომ პირიდან სიტყვებით გვავიწყდება რომ აი შენ რომ ამ ჭიქას შეხედო ურთიერთობაში მე ის და ჩვენი ურთიერთობა და ეს ჩვენი ურთიერთობა რა შვება ეხა ყვავილები გამოაქვს თუ რა შვება და ყოველდღე რომ გადახედო მაგას, მაშინ ძალიან კარგად მიხვდები, რომ აი იქ რამე სათქმელი გაქვს თუ არა გაქვს სათქმელი, ხო? ბოდიში მოსახდელი გაქვს თუ არა. ანუ როდესაც ჩვევა რო კონდეს ადამიანს, რომ ყოველი დღის ბოლოს გადახედოს აი ამ თავის ურთიერთობის ჭიქას და ნახოს აბა დინამიკა როგორია. საითკენ მიდის, უფრო გაუთხოვებისკენ მიდის თუ უფრო პირიქით მეტი სიახლოვისკენ. შეხედოს ამ ჭიქას და შეხედოს სამი ხიდის ჭრილში. წარმოიდგინე რა მაგარია. ანუ ყოველდღიურად შენ იზრუნებ, როგორც მაგალითად რა ვიცი, ხელს მოვლა უნდა, ხო? იქ მოწესრიგება უნდა რატო არ უნდა ურთიერთობას ეგ მოვა. ხო და მე ეგეც გითხარი და თქო კიდე იყოს ბოლო თემა როდესაც ვილაპარაკებთ, მაგრამ ჩემთვის მაგის გააზრება იყო ძალიან რთული, როცა მივხვდი, რომ ყველა ურთიერთობას სჭირდება შრომა. ანუ იმდენად დამძიმდი, მეგონა რომ აუ კაი, რა ხო შეიძლება რამე მაინც იყოს თავისი და არ მაგრამ მივხვდი, რომ აი ადამიანს გაშინებს იმის გააზრებაც კი რომ სულ უნდა იშრომო რაღაცაზე განსაკუთრებით ურთიერთობაზე რაც გონია თან თუ უყურებ ფილმებს და წიგნებს კითხულობს გავს და რაღაცა ყველაფერი ეს რომანტიული წარმოდგენები მართლა ძალიან გააფუჭა სიყვარულის აღქმა ყველა ამ ფილმებმა და სერიალებმა რაც გამოდის დღეს ანუ აი ამ გონია რომ ყველაფერი უნდა ძალიან მარტივად მიდიოდეს მაგრამ ხარ თქვათ რომ მაინც მნიშვნელოვანია მოვლა და მუშაობა და რაღაც ურთიერთობა. ნახე, ძალიან საშინელად არ მიყვარს სიტყვა მუშაობა. მაგიტო არ. იმიტომ რომ რაღაცა მუშასთან ასოცირდება. მაგრამ ეხლა უყურე, როგორ დავარქმევდი უფრო. დამიჯერე საერთოდაც არ გინდა რომ ურთიერთობას არ ჭირდებოდეს შრომა. ეხლა გავყვები და გეტყვი რატო. შენ შრომას არ ქმევ რაღაცა განვითარების პროცესს, ანუ რაღაცა პროცესს, რაღაცაზე ცვლილებას, ხო? შენ რო წარმოიდგინე ურთიერთობა, რომელშიც ყოველ დღე ერთი და იგივე, მე მგონი რაღაც ძველი ჩარლი ჩაპლინის ფილმია, ხო? ქარხანაში რომ მუშაობ და სიზმარშიც რო ესე აკეთებ. ეხლა წარმოიდგინე ურთიერთობა, რომ ყოველ დღე გაქვს ერთი და იგივე რუტა. აი ზაზუნას დღე რა. ყოველ დღე გაქვს ერთი და იგივე იდენტური, ადგომა იდენტური მისამება, მაგას შრომა არ დაჭირდება. იმიტომ რომ არის რუტინა. არის პატერნი რუტინა, არაფერი ცვლილება არ არის. წარმოგიდგენია ასეთი ურთიერთობა? ხო ცვლილება გინდა ურთიერთობაში, სულ რაღაცა სიახლე გინდა. მაგრამ რო გეზარება? ხო და ნახე, კი არ გეზარება. იმ სიახლეში და იმ ცვლილებაში სავარაუდოდ რაღაცა ან გაშინებს, ან რაღაცა უნარის ნაკლებობა გაქვს, ან გახსნილობაში გაკლია და ამას აღიქვამ შრომად და სიმძიმედ, თორე შანსი არ არის, ანუ რადგან თუ რამე შრომად და სიმძიმედ აღიქვამ, რაც არის სიცოცხლის პროცესი, ცვლილების პროცესი, განვითარების პროცესი, ესე იგი რაღაცა შინაგანი წარმოდგენა გაქვს ესეთი, ხვდები? და გვაქვს და რა ვიცი, მე ანუ რაც ვიცინე და ყველაფერს ვიყენებ და ჩემ თავზე. ანუ ესე არ არის ხო ხვდები, რაც ვიცით მე ცხოვრებაში ყველაფრის მე ჩემზე ხო იყენებ რა გინდა. ხო, სხვებზე გადასარევად ვიყენებ ყველაფერს და ძალიან კარგად მუშაობს. ხო გახსოვთ მეგობრებო, მარიამის ინსტაგრამია? ამოვანათოთ. ხო, ეს დაბლა შეგვიძლია. რას ვამბობდი, ანუ რეალურად ეს რუტინა კლავს ყველაფერს, რა ეს რუტინა სინამდვილეში არ გვინდა. გვინდა ცვლილებების სიახლეები. უბრალოდ ამ ცვლილებაში და სიახლეში ჩვენ რო ვიყოთ ის გახსნილები, აი ესეთი ლაით მსუბუქები ქართულად, მინდობილები და რაღაცა მარტივები, აი ამას ჭირდება ჩვენს თავში ძალიან პატარა ცვლილებები, რა შევხედოთ, რომ მოდი რა დღეს რომ მე ვიყო ნინი, მე რო დღეს ვიყო მარიამი, რომელიც ძალიან მარტივად ამ საკითხს უდგება. აი ესე მსუბუქად
ჩააფრინა ეს თემა. ან მაგალითად მე მაგალითად ინიციატივებზე გეტყვი რა. ჩვენ ოჯახში სახელმწიფოდ ყველა ერთად ვიკრეფებით ხოლმე და როდესაც ოჯახში ბევრი ადამიანია, რა თქმა უნდა, ბევრი ინტერესია, იმას ის უნდა, იმას ეს უნდა და შეიძლება ეს იყოს ქაოსურიც რა. მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ძალიან მაგარი გამოცდილება, იმიტომ რომ შეგიძლია ოჯახთან ერთად გაატარო თითქმის ერთი კვირა და ძალიან ბევრი კარგი მოგონება დაიგროვო. და რაღაც მომენტში მახსოვს, რომ უბრალოდ ესეთი იდეა მქონდა ხოლმე შევთავაზე ჩემს თავს ყოველ დილით, ჩემს თავს ვეუბნებოდი დღეს რა სიტუაციები შემიძლია შევქმნა. ანუ რა ინიციატივები შემიძლია შევქმნა, რა თავგადასავლები შემიძლია შევქმნა. თამაში რა. ხო, ყველაფერი თამაშზე დადის. ყველაფერი მაგიტო გაგაწყვეტინე ბოდიში, მაგრამ რამდენი პოდკასტებს ვაკეთებთ, რამდენ წიგნებს მე ვკითხულობ, რამდენ კურსებს გავდივარ, რამდენ რაღაცაზე ვფიქრობ. ყველაფრის გასაღები არის თამაში. ოღონდ გულისხმობ, რომ თამაშის ენერგიით რო უდგების რაღაცას რა, ურთიერთობას. თამაშით რო უდგები, ყველაფერს აბა რა იქნება? შიშით კი არა. ცნობის მოყოლი. მანდ რა არის საშიში, ხო? უბრალოდ არის იდეა, როდესაც ფიქრობ, რომ ოჯახთან ერთად როგორ გავატაროთ, თუ ამას არ იფიქრებ, როგორ შევქმნა ეს საღამო, ნახე, როგორ შევქმნა ეს საღამო ბედნიერი სახით. შეიძლება იქ მუსიკა მოიფიქროთ, მართლა სამაგიდე თამაში გამოიტანო. და ურთიერთობაში, ურთიერთობაშიც იგივე, როდესაც შენ უყურებ, ნახე, რა ვთქვი, როდესაც ამას შეხედავ ესე მე, ის და ჩვენი ურთიერთობა. მოდი, აბა როგორ გავხადო ეს უფრო სახალისო, უფრო როგორ შემოვიტანო მეტი ხო და ეგ ხარ გეხმარება იმაში რომ ზედმეტ ფიქრში კი არ გადავარდე და ხო ქმედაში ანუ რა მინდა თქვა დღეს ისეთ დროს ცხოვრობთ როცა ძალიან ბევრი ინფორმაციაა ძალიან ბევრი პოდკასტია ანუ ეგეც მესმის იმიტომ რომ მე თვითონ აღარ უსვენ პოდკასტებს აი აქ არის და ისა რა ქვია ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია არის და უკვე მიდიხარ იმაში რომ ფიქრობ აბა იმან ეს თან ყველა ხო პროფესორია ყველა ხო რაღაცას იმას კი შევა და ანუ ადარებ მე იმან ეს თქვა ესეა და აი მე აქ ადარებ არის თავს მაგრამ ნათქვამებს მაგრამ სინამდვილეში ხარ მოვეშვათ ამდენ ფიქრს და რავი თამაშით ქმედებაში გადავიდეთ ამღოთ აი ამ ჩატ ენერგიით და თამაშით ურთიერთობაშიც თამაში სახლშიც თამაში რამდენადაც შეგვიძლია რა აი ცოტა ნაკლებად სერიოზულად შევხედოთ ყველაფერს არ შეიძლება აუცილებელიც არის რაც უფრო დავიკიდებთ ცხოვრებას მით უფრო კარგად წავა და თითქოს აი მოვდუნდებით მოვეშვებით მივანდობთ და მაგრამ გააზრებულად ანუ გააზრებულობა არ ნიშნავს ზედმეტ ფეხებზე დაკიდებას არ გულისხმობ ხო ანუ ისი არა რომ მე ეს არ მაინტერესებს და როგორც გინდა ისე წავიდე მაგრამ გაშვება აი ცოტა სიმსუბუქე იმიტომ რომ ძალიან დაგვაკლდა იცი მართლა ამდენ ინფორმაციაში თან უკვე ისე ვართ რომ ის მოვასწრო ესეც არ გამეპაროს რაღაცა და ვისტრესებით უფრო ამდენ ინფორმაციაში და უბრალოდ რომ შევხედოთ ჩვენ ცხოვრების სფეროებს, ნებისმიერ ურთიერთობას, პირად ურთიერთობებს, მეგობრებთან ურთიერთობებს. ძალიან მარტივად შევხედოთ, მე აქ ყოველდღე რა აგურსდებ, აი ამ ურთიერთობაში, რა კონტრიბუცია შემაქვს, საითკენ მიმყავს, რას ვაინიცირებ, რას არ ვაინიცირებ, რაზე ვხუჭავ თვალს, რას ვიგროვებ, რას ვიკავებ და ეს აი ყველაზე ცუდი არის ეს დაგროვებული, შეკავებული ემოციები, შენ რადიკალური პატიებაც ახსენე და მე მახსოვს ერთხელ სემინარზე ვიჯექი და რაღაც თემებს ვამუშავებდი ჩემთვის სუფთა როლში პატარა დროს რო გამონახავ ხო იცი და ეს გასააზრებლა და მივხვდი ერთ რაღაცას რომ თუ კი რამე ცხოვრებაში რამე პრობლემა გაქვს შეგიძლია დასვა შეკითხვა ვისთვის მაქვს რამე სამპატიებელი რომელიც ამ პრობლემას იწვევს მაინც აი ზუსტად ეგ არის რადიკალური პატიებების თელი აზრი ეგ არის ხო აი მან შეგიძლია აი ხე ნებისმიერი სფერო რა ვთქვათ რაღაცაში გაქვს პრობლემა და დაფიქრდები იმ პრობლემაზე და მე სვამ უბრალოდ შენს თავთან რა თქმა უნდა ეხა უკვე ტვინში გავიხსენე კი მე წაინახე დამბურძგლა არა იმიტომ რომ ცივა სტუდიაში ხო არა ამ საკითხიდან გამომდინარე რა იმდენად მნიშვნელოვანია ეს რომ გაიაზრო რომ ვისთვის რა მაქვს საპატიებელი და შეიძლება ეს ვიღაც იყოს შენი არ ვიცი ბებია ან შენი თავი რაღაც კონკრეტული მოვლენა აი გაოცდები ისეთი პასუხი შეიძლება მოვიდეს უკვე ორი კითხვა გამიჩნდა და მივხვდი. პასუხი მოგივიდა? ხო, ავტომატურად მოდის პასუხი. ანუ გისმენი და უკვე კი, და პატიება. მეორე საკითხი კიდე პატიება რა არის საერთოდ. იმიტომ რომ პატიება ახლა გაპატიე და თითქოს ხო, ეს არ არის ზემოდან რო უყურებ რომ მე შენ გაპატიე. პატიება არ არის მადლი იმის მიმართ. მიმღებლობა. პატიება არის საჩუქარი შენი თავის მიმართ და არა იმ ადამიანის მიმართ. და მადლიერებით მიიღება რომ ეს რახან მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის მოხდა. ანუ ცხოვრება ხდება ჩემთვის.
და არა ჩემს მიმართ რაღაცა ხო კი ბატონო ცხოვრება ხდება ჩემთვის რა კი და თან აუცილებლად მან უნდა გვახსოვდეს რომ ის რაც მოხდა რა ვიცი 30-ის რო ვიყავი 40-ის რო ვიყავი 22-ის რო ვიყავი და მაგალითად ვიღაცამ გამაბრაზა და ან რაღაც სიტუაცია მოხდა ვისთვის რა მაქვს საპატიებელი ეს მიზეზი დიდი ალბათობით იქნება ან мама ან ბებია ან დედა სადღაც ბავშვობიდან ან შეიძლება ვერც კი გაიხსენო ვინ არის იმიტომ რომ კიდევ უფრო ღრმა წარსულიდან იყოს და სახელიც ვერ ჩვენ აი მართლა გეუბნები მეგობრებო რომ გამოვა ეს რადიკალური პატიება მინდა ყველამ წაიკითხოთ იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება აი თიძე ჩამოსათვლელე წიგნები ვინ შეცვალა ჩემი ცხოვრება 3 პირველი იყო რადიკალური პატიება მეორე იყო ეს ნება მიეცით მათ მელ რობინსის წიგნი Let Them Theory და მესამე აი ეს წიგნი რაც წავიკითხე ბორის ჯონსონის თუ ჯონსონ ბორისის აღარ გავასწავლებ დავაისა as we understanding მოდი იცი არ მინდა რომ ისე დავტოვოთ ეს ურთიერთობების და სიყვარულის თემა იარლიყებსაც რო არ ველაპარაკოთ რა იმიტომ რომ მაგრად ავსებს ამ მასთან მნიშვნელოვანი ანუ ორი ადამიანი რომ იწყებს ურთიერთობას გარდა იმისა რომ აი კამერასთან გარდა იმისა რომ არის მე ის და ჩვენი ურთიერთობა როგორ გვინდა განვითარებაში როგორ მიდის ესე მაგალითად შევხვდით მე და შენ ერთმანეთს ხო გინდა მეგობრობაში გინდა პირადში შეხვდა ორი ადამიანი ერთმანეთს და ჯერ არ ვიცნობთ ერთმანეთს რაღაცა წარმოდგენები ხო გაგვიჩნდა ერთმანეთზე მაგალითად რაღაცა კარგი შთაბეჭდილება დატოვე აი ეს ენერგიული ნინი ხო რასაც გეუბნებოდი მოტივატორი ხო შენც რაღაცა წარმოდგენები გაგიჩნდა ჩემს შესახებ ეს რაპუნცელი ხო ეს რას ნიშნავს უკვე ჩვენი კრისტალები ტუკ მუშაობს ხო ეს ვიბრაციებს ანათებს ერთმანეთზე და ერთმანეთს ვაშუქებს მესმის რასაც იცახი ანუ გამოდის რომ ყველა ის წარმოდგენა რომელიც მე შენზე პირველი წამიდან გამიჩნდა და ყველა ის წარმოდგენა რომელიც შენ ჩემზე გაგიჩნდა ეს წარმოდგენები მუდმივად ერთმანეთს ასხივებს ესე მოქმედებს არ აქვს შობა ერთად ხედავთ თუ არა ხო ეხლა ნახე რაც უფრო დრო გადის და შენ რაც თქვი დასაწყისში რომ პარტნიორს ისე მოიქეცი როგორც მეგობრს რაც უფრო დრო გადის ჩვენ ეს ხო ბევრი გვემატება კარგ ურთიერთობაში კიდე უფრო ბევრი კარგი გვემატება და იმდენად ეს კარგი ვიბრაციები ჭარბად არის რომ ის რაღაცა ესეთი ცუდი თუ მოხდა და არა ისეთი რაც ამას შეესაბამება იმას ხსნით ანუ იმაზე ფოკუსი აღარ გვაქვს იმიტომ რომ საშუალო სტატისტიკურად რაც არის წამყვანი ამ ჩვენს ურთიერთობაში მეტი სიყვარული ნდობა გახსნილობა რომ ესეთი ტიპია ისეთი ტიპია აი ეს არის ამას უკვე აქვს რაღაც მიზიდულობა თითქოს ვიბრირებს და იმ დანარჩენებს ყურადღებას აღარ ვაქცევ რა. ეხლა ავიღოთ იგივე ურთიერთობაში და ეს შეიძლება იყოს რა თქმა უნდა პოზიტიური და ნეგატიური. შეიძლება ადამიანი შემოვიდეს ვიღაც ოთახში, თავიდანვე რაღაცა არ ვიცი, მისი საცხისფერი არ მოგეწანა არ ვიცი. არ ვიცი. რაღაც მოხდა მოკლედ. და იმასთან უცებ რაღაცა ეს ნეგატიური ჩამოგიყალიბდა და შეიძლება მე რაღაც მოხდეს შეიცვალოს და უიდე და რატო ფიქრობდი ამას ესე ხო რა თქმა უნდა ტუჩ საცხის გამო ადამიანს ხას არ გადაუსვა, მაგრამ აი პირველი რაღაცა დაგამახსოვრდება ხო. ეხლა ნახე რა ხდება. ეს სინამდვილეში არის იარლიყები. და რა ხდება, როდესაც ჯერ უბრალოდ ორი ადამიანისთან ცხოვრება მიდის და მეორე როდესაც ერთ-ერთი ვითარდება და აი სირთულე და მოკლედ მან კარგად დავაშენოთ ახლა. როდესაც ჩვენ გვაქვს ეს კარგი ურთიერთობა, ნუ ყველაფერი კარგად მიდის, იმ რაღაცებს ჩავხსნით და არც არაფერი, ხო, ყველა ბედნიერია, მაგრამ მაინც მე მაქვს შენს მიმართ რაღაცა სახის მოლოდინები. იმიტომ რომ მე ხო ვიცი რომ ნინი უნდა იყოს ესეთი გახსნილი, ესეთი ენერგიული და თუ მაგალითად შენ ერთ დღესაც არ ხარ ის ენერგიული და ხდება ხოლმე ხო და მე შეიძლება აქ უკვე იმის გამო რომ ჩემს წარმოდგენაში ნინი ხო ესეთია და მე ამას ველოდები ხვდები ანუ კარგს მაგრამ კარგის მიმართ მოლოდინი მაქვს ნიშნავს რომ შენ თუ ის კარგის ეს მოწოდება შეწყვიტე მე უცებ აქ რაღაცა ეს გამიჩნდება რომ რაღაც დამაკლდა ხვდები იმიტომ რომ ეს ნინი ხო ესეთი კარგი უნდა იყოს და ეს ენერგია უნდა მომცეს მეორეთაც თუ დამაკლდა მესამეთაც თუ დამაკლდა მოკლედ რაღაც ცოტა იმედგაცრუებაშიც კი შეიძლება შენი კარგობის გამო აღმოჩნდე ეხლა ურთიერთობაშიც ხო იგივეა. რაღაცა დრო რო გადის, რაც უფრო მეტი თანაცხოვრება არის და მეტი დრო არის ერთად გატარებული. ფანტაზია რომ რეალობად იქცეო და სხვა რაღაცა მეგონა, სხვა რაღაცა. არა, რეალობად არის და უბრალოდ ნახე, იმის გამო სხვა რაღაც არ მეგონა, მე ხო როგორადაც დაგინახე იმ მომენტში ისეთი იყავი. უბრალოდ ჩვენ იარლიყებით და ჩვენი წარმოდგენებით ზღუდავთ ადამიანის მთლიანობას. იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ყველანაირი. აი ნახე, მთავარი აზრი ეგ
არის. მეც და შენ შეგვიძლია ვიყოთ ყველანაირი, შეგვიძლია ვიყოთ გახსნილები, კეთილები და ძალიან მზრუნველები და მეორე წამს თქვათ რომ არა იცი მე ამ საკითხში შენ ხარს ვერ დაგიჭერ და უარს გეტყვი და მე ამისი თავისუფალი არჩევანი აბსოლუტურად მაქვს და თუ მე და შენ გვაქვს ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც არის უპირობო სიყვარული, რომელიც არ გულისხმობს ერთმანეთის სიყვარულს იარლიყების გამო, იმიტომ რომ მე ვარ კარგი გოგო და იმიტომ რომ შენ ხარ კარგი გოგო, არამედ გულისხმობს სულიერ ერთობას, რომელშიც მე ვიღებ შენ თავისუფალნებას და შენ იღებ ჩემს თავისუფალნებას და ამ შემთხვევაში ერთმანეთს ხარს უჭერთ როგორც ნამდვილი ჭეშმარიტი ერთობის საფუძველზე მყოფი ორი სული, ამ შემთხვევაში ერთმანეთისთვის გვინდა კარგი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის იმ ადამიანის არჩეული კარგი იმისთვის რაც არის კარგი არ არის ჩემთან ერთად ყოფნა. აი ამაზე მაგრარ თემაზე ვიცი დავასრულებდით ამ ეპიზოდს. შოკია, ანუ ამას რო იაზრებ, ხვდები რომ სიყვარული ის კი არ არის, რომ ადამიანს შენ გექცევა კარგად, ან შენთან არის, რომ შენი პარტნიორია. სიყვარული არის უპირობო ბაზა, რომელშიც ხარ, რომელშიც იმ ადამიანისთვის კარგი გინდა, მართლა კარგს უსურვებ, იმ ადამიანის არჩევანს იღებ და გინდა რომ მოიგოს. გინდა რომ კარგად იყოს და ძალიან კარგი იქნება თუ ერთად გააგრძელებთ ამ გზას. იმიტომ რომ უკვე თანაგამოცდილება გექნებათ. მაგრამ რომც არ გქონდეთ ეს თანაგამოცდილება, მაინც გიყვარს ეს ადამიანი. და იქნება შენთან თუ არა, მაინც გიყვარს. ანუ ყოველთვის კარგს უსურვებ. ხვდები, ეს აი აბსოლუტურად რა ღალატი. ანუ ხო ხვდები, საერთოდ ატრიალებს ყველაფერს. ხო თვითონ ეს საკითხი იმდენად ღრმა თემაა. იმდენად აი ფუძემდებლური ბაზა არის რაღაცნაირი რა. სადმე ვისადილოთ ახლა გავშალოთ ხო ეგ თემა. გავაგრძელოთ. მოკლედ ეს არის უპირობო სიყვარული. ანუ ისე თუ ღმერთი არის სიყვარული, ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და თავის ხატად შექმნილი არის უპირობო სიყვარული. სიყვარული ვერ დაბადებს სხვა რამეს თუ არა სიყვარული. ვაშლის ხიდან ვერ ჩამოვარდება მსხალი. თუ არ სიყვარული, ჩემგან სიყვარულის მეტი სხვა ვერაფერი ვერ დაიბადება თუ არ მოვიტყვებ თავს რაღაცაში. წაგული ამიჩოხდა. უბრალოდ არ ვიცი ეს საკმარისად მარია, გავშალეთ. მე მგონი, ანუ მეტი რა უნდა გაგოშალა ამ დროში, არ ვიცი. ძალიან ვისიამოვნე, როგორც ყოველთვის. კიდე მინდა. გოცდით ანუ მე მაგ შეგრძნება რომ იმდენად დიდია ეს თემა. დიდია, ხო და ჩვენი ენება არის გავაგრძელოთ. არა, კითხვები თუ იქნება დაგვისვანდა მე. შემოგვხვიანეთ მარიამი ინსტაგრამზე არის მარმენტორია ესე. კი ბატონო, მარმენტორია. და YouTube-ზეც რო დავდებთ ამ ვიდეოს იქ მაგრამ მარიამი პასუხობს ხოლმე სხვათა შორის. სხვათა შორის კი უპასუხე შემოვედი ძალიან მიხარია კომენტარი. მადლობა ყველას, კოცნით ბევრს და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა შენ.